თებერვლის 21 წელი. თბილისის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო არქივში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო. სპეციალური კოდით ოპერაცია კავკასია აღნიშნული საქმე შეიცავდა 230-ზე მეტ დაპატიმრების ორდერს, რომლებიც ხელმოწერილი იყო ერთი ადამიანის მიერ, გრიგოლ ორჯონიკიძის მიერ. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი იყო არა თავად დაპატიმრებები, არამედ ის, რომ ამ დოკუმენტებზე არ იყო მოსკოვის სანქცია. არც ერთ საქმეზე. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა, რომელიც ოფიციალურად იყო მხოლოდ კავკასიის ბიუროს წევრი, განეხორციელებინა მასშტაბური რეპრესიები მთელ რეგიონში? რატომ არ შეაჩერა მოსკოვმა ეს ოპერაციები, როდესაც ლენინი პირადად აგზავნიდა ტელეგრამებს სიფრთხილის შესახებ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია შეიცავდა იმ დოკუმენტებს, რომლებიც განადგურდა ორჯონიკიძის ბრძანებით 1927 წლის მარტში. მისი უეცარი გარდაცვალების 6 დღით ადრე. 1920 წელი. კავკასია იყო ბოლშევიკური რევოლუციის ბოლო დიდი გამოწვევა. სანამ მოსკოვი აკონტროლებდა რუსეთის უმეტეს ნაწილს, სამხრეთით მდებარე სამი რესპუბლიკა, საქართველოს, სომხეთი და აზერბაიჯანი, ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას. საქართველოში მმართველობდნენ მენშევიკები, სომხეთში, დაშნაკები, აზერბაიჯანში, მუსავათისტები. ყველა ეს პარტია იყო სოციალისტური, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღიარებდა ბოლშევიკურ დიქტატურას. მოსკოვისთვის ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი საკითხი. კავკასია იყო სტალინის სამშობლო, ორჯონიკიძის სამშობლო, კიროვის ბრძოლის ველი. ამ ადამიანებისთვის კავკასიის დაკარგვა ნიშნავდა პირადი ძალაუფლების დაკარგვას პარტიაში. თებერვალში 1920 წელს მოსკოვმა შექმნა კავკასიის ბიურო, სპეციალური ორგანო, რომელიც უნდა ემზადებინა რეგიონის სოვეტიზაციისთვის. ოფიციალურად ბიუროს ხელმძღვანელობდა კიროვი. მაგრამ რეალურად ყველა გადაწყვეტილებას იღებდა ორჯონიკიძე. 27 წლის ქართველი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური თვისება, ის იცოდა როგორ მოეპყრო ადამიანებს ისე, რომ ისინი ეშინოდნენ და ერთდროულად ენდობოდნენ მას. მისი მეთოდები იყო მარტივი და ეფექტური. პირველ რიგში შეაგროვე ინფორმაცია ყველაზე, შემდეგ გამოიყენე ეს ინფორმაცია შანტაჟისთვის და ბოლოს მოახდინე დაპატიმრება მაშინ, როდესაც მოსკოვი ვერ მოასწრებს რეაგირებას. ეს იყო სისტემა, რომელიც მან შეიმუშავა ჯერ კიდევ რევოლუციამდე, მიწისქვეშა მუშაობის დროს. მაგრამ ახლა, როდესაც მას ჰქონდა სახელმწიფო ძალაუფლება, ეს სისტემა გახდა სასიკვდილო იარაღი. აპრილის 15, 1920 წელი. ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ორჯონიკიძე ატარებს საიდუმლო შეხვედრას ადგილობრივ ბოლშევიკებთან. შეხვედრაზე დამსწრეა 22 ადამიანი, მათ შორის ანასტას მიკოიანი და ლევან გოგობერიძე. ორჯონიკიძე უჩვენებს მათ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს 130 მუსავათისტი ლიდერის სახელს. ეს ადამიანები უნდა დაპატიმრდნენ ერთდროულად ერთ ღამეს, ამბობს ის. მიკოიანი კითხულობს, გვაქვს თუ არა მოსკოვის სანქცია, ორჯონიკიძე პასუხობს, მოსკოვი ძალიან შორსაა. სანამ ისინი გადაწყვეტენ, ჩვენ დავკარგავთ აზერბაიჯანს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯონიკიძემ ღიად თქვა, რომ ის მოქმედებდა მოსკოვის ნების საწინააღმდეგოდ. მაგრამ რატომ? რა იყო იმ დოკუმენტში, რაც მას ასე ჩქარობდა? აპრილის 27, 1920 წელი. ღამის 2 საათზე, ბაქოს 90 სხვადასხვა წერტილში ერთდროულად იწყება დაპატიმრებები. ჩეკისტები შედიან სახლებში, აჩვენებენ ორდერებს და აყვანენ ადამიანებს. არავინ წინააღმდეგობას არ უწევს, რადგან ყველა ფიქრობს, რომ ეს არის ლეგალური ოპერაცია. მაგრამ დილით, როდესაც ბაქოს მუსავათისტი ხელმძღვანელობა ცდილობს დაუკავშირდეს მოსკოვს. ისინი იგებენ შოკისმომგვრელ სიახლეს, კრემლი არაფერი იცის ამ დაპატიმრებების შესახებ. ლენინის მდივანი, ლიდია ფოტიევა, აგზავნის სასტრაფო ტელეგრამას ბაქოში, ვის ბრძანებით განხორციელდა ოპერაცია, პასუხი მოდის 2 დღის შემდეგ და ის ხელმოწერილია ორჯონიკიძის მიერ. ოპერაცია განხორციელდა კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს იყო პირდაპირი უარი მოსკოვის ავტორიტეტზე. მაგრამ რატომ არ დაისაჯა ორჯონიკიძე? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ ორჯონიკიძეს ჰქონდა ის, რაც არავის ჰქონდა, სტალინის უპირობო მხარდაჭერა. სტალინი და ორჯონიკიძე იცნობდნენ ერთმანეთს 1905 წლიდან, როდესაც ორივე მუშაობდნენ კავკასიაში ბოლშევიკური მიწისქვეშა ორგანიზაციების შექმნაზე. მათ შორის იყო განსაკუთრებული ურთიერთობა, არა მეგობრობა, არამედ ურთიერთდამოკიდებულება. სტალინს სჭირდებოდა ორჯონიკიძე, რადგან ის იყო ერთადერთი ადამიანი,
რომელსაც შეეძლო კავკასიის კონტროლი ძალის გამოყენების გარეშე. ორჯონიკიძეს სჭირდებოდა სტალინი, რადგან ის იყო მისი დამცველი მოსკოვში, სადაც ბევრი პარტიული ლიდერი უკვე ეჩვეობდა ორჯონიკიძის მეთოდებში. ეს იყო ალიანსი, რომელიც შეიქმნა არა იდეოლოგიის, არამედ ძალაუფლების საფუძველზე. მაისის 9, 1920 წელი. მოსკოვში, კრემლის სხდომაზე, ლენინი კითხულობს ანგარიშს ბაქოს მოვლენების შესახებ. ის გაბრაზებულია. როგორ შეიძლება რომ ჩვენი ადამიანები ატარებენ მასობრივ დაპატიმრებებს ჩვენი ცოდნის გარეშე? ეკითხება ის. ტროცკი, რომელიც იმ დროს იყო ლენინის უახლოესი თანამშრომელი, პასუხობს, ორჯონიკიძე ამბობს, რომ ეს იყო აუცილებელი რეგიონის სტაბილურობისთვის. ლენინი ხმას აწევს, სტაბილურობა. ეს არის ანარქია. ეს არის პირადი ინიციატივა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს მთელ სისტემას, მაგრამ შემდეგ სტალინი, რომელიც იჯდა სხდომის ბოლოში, ამბობს რამეს, რაც ცვლის მთელ სიტუაციას, ბატონო ლენინ. ორჯონიკიძემ გადაარჩინა აზერბაიჯანი. თუ ის არ მოქმედებდა სწრაფად, ჩვენ დავკარგავდით ბაქოს ნავთობს. ეს იყო არგუმენტი, რომელსაც ლენინი ვერ უპასუხებდა. ბაქოს ნავთობი იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსი საბჭოთა რუსეთისთვის. გარეშე ამ ნავთობისა, წითელი არმია ვერ შეძლებდა ომის გაგრძელებას. და სტალინმა იცოდა ეს. სხდომა დასრულდა კომპრომისით, ორჯონიკიძეს ოფიციალურად გააფრთხილეს, მაგრამ არ დასაჯეს. ლენინმა გაგზავნა ტელეგრამა ბაქოში, მომავალში ყველა მნიშვნელოვანი ოპერაცია უნდა შეთანხმდეს მოსკოვთან. მაგრამ ეს ტელეგრამა იყო მხოლოდ ფორმალობა. ორჯონიკიძემ იცოდა, რომ მას ჰქონდა სტალინის მხარდაჭერა და ეს ნიშნავდა, რომ მას შეეძლო გაეგრძელებინა თავისი მეთოდები. და ის გააგრძელა. მომდევნო თვეებში. ბაქოში დაპატიმრდა კიდევ 150 ადამიანი. ყველა მათგანი იყო მუსავათისტი ან მათი მომხრე. ყველა დაპატიმრება განხორციელდა ორჯონიკიძის პირადი ბრძანებით. და არც ერთ შემთხვევაში არ იყო მოსკოვის წინასწარი სანქცია. როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ასეთი ძალაუფლების მოპოვება? რა იყო მისი საიდუმლო? საიდუმლო მდგომარეობდა იმაში, რომ ორჯონიკიძეს ჰქონდა ის, რასაც ჩეკისტები უწოდებდნენ კომპრომატის ქსელს. წლების განმავლობაში მიწისქვეშა მუშაობის დროს ის აგროვებდა ინფორმაციას ყველა მნიშვნელოვან ადამიანზე კავკასიაში. ის იცოდა, ვინ ვისთან იყო დაკავშირებული, ვის რა საიდუმლოებები ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა რევოლუციამდე. ეს ინფორმაცია ინახებოდა სპეციალურ დოსიეებში, რომლებსაც ორჯონიკიძე პირადად აკონტროლებდა. როდესაც მას სჭირდებოდა ვინმეს დაშინება ან შანტაჟი, ის უბრალოდ იღებდა შესაბამის დოსიეს და აჩვენებდა მას ადამიანს. ეს იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა იდეალურად, რადგან ყველა იცოდა, რომ ორჯონიკიძეს ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ არავინ იცოდა რამდენი და რა სახის ინფორმაცია იყო ეს. ივნისის 15, 1920 წელი. ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ორჯონიკიძე ხვდება დაშნაკების ლიდერს, სიმონ ვრაციას. შეხვედრა ტარდება საიდუმლოდ ერევნის გარეუბანში მდებარე სახლში. ორჯონიკიძე უთხრა ვრაციას, თქვენ გაქვთ ორი არჩევანი. პირველი, თანამშრომლობა ჩვენთან და თქვენი პოზიციის შენარჩუნება. მეორე, წინააღმდეგობა და დაპატიმრება. ვრაციანი კითხულობს, რა სახის თანამშრომლობა? ორჯონიკიძე იღებს დოსიეს და აჩვენებს მას. დოსიეში არის ინფორმაცია ვრაციანის ფინანსური კავშირების შესახებ თურქეთთან. ეს ინფორმაცია, თუ გახდებოდა საჯარო, განადგურებდა ვრაციანის პოლიტიკურ კარიერას. ვრაციანი ხვდება, რომ მას არ აქვს არჩევანი. ის თანახმდება თანამშრომლობაზე. ეს იყო ორჯონიკიძის ტიპიური მეთოდი, არა ძალის გამოყენება, არამედ შანტაჟი. არა პირდაპირი დაპატიმრება. არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მაგრამ ვრაციანის შემთხვევა იყო მხოლოდ დასაწყისი. მომდევნო კვირებში ორჯონიკიძე ხვდება 10-ზე მეტ დაშნაკ ლიდერს. ყველა შეხვედრა ტარდება იმავე სქემით, ორჯონიკიძე აჩვენებს კომპრომატს, ადამიანი თანახმდება თანამშრომლობაზე. ზოგიერთი ეთანხმება მაშინვე, ზოგიერთი ცდილობს წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს ყველა ეთანხმება. რადგან ყველა იცის, რომ ორჯონიკიძეს აქვს ძალა არა მხოლოდ დაპატიმრების, არამედ განადგურების. და ეს არ არის მეტაფორა. ივნისის 32, 1920 წელს ერევანში ქუჩაში მოკლეს დაშნაკ აქტივისტი, გრიგორ ზოხრაბიანი. ოფიციალურად ეს იყო ქუჩის ძარცვა, მაგრამ ყველა მიცოდა რეალური მიზეზი. ზოხრაბიანი უარს ამბობდა თანამშრომლობაზე ორჯონიკიძესთან. ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენისთვის. ივლისის 9, 1920 წელი.
მოსკოვში ლენინი იღებს ანგარიშს სომხეთის მოვლენების შესახებ. ის კვლავ გაბრაზებულია. ორჯონიკიძე კვლავ მოქმედებს და მოუკიდებლად. ამბობს ის პოლიტბიუროს ხდომაზე. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს. მაგრამ სტალინი კვლავ იცავს ორჯონიკიძეს, ბატონო ლენინ, სომხეთი არის სტრატეგიული რეგიონი. ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ის დაშნაკების გამო. ლენინი პასუხობს, მე არ ვსაუბრობ სომხეთის დაკარგვაზე. მე ვსაუბრობ მეთოდებზე. ორჯონიკიძის მეთოდები არის ძალადობა და შანტაჟი. ეს არ არის ჩვენი გზა. მაგრამ სტალინს აქვს საბოლოო არგუმენტი, ბატონო ლენინ, ორჯონიკიძის მეთოდები მუშაობს. სომხეთი უკვე თითქმის ჩვენი კონტროლის ქვეშაა. და ეს იყო მთავარი, მეთოდები მუშაობდა. რამდენი ადამიანის ფასად, ეს იყო სხვა საკითხი. აგვისტოს 1 1920 წელი. ბაქოში ორჯონიკიძე იღებს საიდუმლო ანგარიშს თავისი აგენტებისგან საქართველოში. ანგარიში ამბობს, რომ საქართველოს მენშევიკური მთავრობა ემზადება წინააღმდეგობისთვის შესაძლო საბჭოთა შეჭრის შემთხვევაში. მთავრობას აქვს გეგმა ევაკუაციისთვის ბათუმში. საიდან ისინი შეძლებენ გაქცევას თურქეთში ან ევროპაში. ორჯონიკიძე კითხულობს ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს ოპერაცია უნდა დაიწყოს ადრე, ვიდრე მენშევიკები მოასწრებენ მომზადებას. მაგრამ არის პრობლემა, მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს შეჭრას 1920 წელს. ლენინი პირადად უთხრა ორჯონიკიძეს, საქართველო უნდა დარჩეს და მოუკიდებელი მანამ, სანამ ჩვენ არ გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს კავკასიაში. მაგრამ ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას იგნორირება გაუკეთოს ამ ბრძანებას. აგვისტოს 15 1920 წელი. ორჯონიკიძე აგზავნის საიდუმლო ტელეგრამას თავის აგენტებს თბილისში. ტელეგრამა შეიცავს ინსტრუქციებს, დაიწყეთ მომზადება მასობრივი დაპატიმრებებისთვის. სამიზნე, ყველა მენშევიკური ლიდერი, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიოს საბჭოთა ხელისუფლებას. ოპერაცია უნდა განხორციელდეს სექტემბრის დასაწყისში. ერთდროულად მთელ ქალაქში. ეს იყო პირდაპირი დარღვევა მოსკოვის ბრძანებისა. მაგრამ ორჯონიკიძეს არ აინტერესებდა. ის იცოდა, რომ თუ ის წარმატებით განახორციელებდა ოპერაციას, მოსკოვი იძულებული იქნებოდა მიეღო ფაქტი. და თუ ის ჩაიშლებოდა, სტალინი იცავდა მას. ეს იყო იდეალური სიტუაცია ორჯონიკიძისთვის, ის მოქმედებდა დამოუკიდებლად, მაგრამ ჰქონდა დაცვა ზემოდან. მაგრამ რატომ იყო ორჯონიკიძე ასე დარწმუნებული, რომ სტალინი იცავდა მას? პასუხი მდგომარეობს მათ საერთო წარსულში. 1915 წელს, როდესაც სტალინი იყო დაპატიმრებული ციმბირში, ორჯონიკიძე ორგანიზებდა მის გაქცევას. ის პირადად მოგზაურობდა ციმბირში, ურთიერთობდა ადგილობრივ ბოლშევიკებთან, ორგანიზებდა ფინანსებს. გაქცევა იყო წარმატებული და სტალინი დაბრუნდა კავკასიაში. მას შემდეგ სტალინი თვლიდა, რომ ის ვალდებული იყო ორჯონიკიძის წინაშე. ეს იყო არა მეგობრობა, არამედ ვალდებულება. და ორჯონიკიძე იყენებდა ამ ვალდებულებას ყოველთვის. როდესაც მას სჭირდებოდა დაცვა მოსკოვში. ეს იყო მათი საიდუმლო შეთანხმება, რომელზეც არავინ საუბრობდა ხმამაღლა, მაგრამ ყველა იცოდა. სექტემბრის 5 1920 წელი. თბილისში ორჯონიკიძის აგენტები იწყებენ საბოლოო მომზადებას ოპერაციისთვის. ისინი აგროვებენ სიებს მენშევიკური ლიდერების შესახებ, ადგენენ მათ მისამართებს, გიგმავენ დაპატიმრების მარშრუტებს. ყველაფერი უნდა მოხდეს ერთდროულად, ერთხამეს, რათა მენშევიკებს არ ჰქონდეთ დრო რეაგირებისთვის. მაგრამ არის პრობლემა, თბილისში მოქმედებს ბრიტანული სადაზვერვო სამსახური, რომელიც მხარს უჭერს მენშევიკებს. ბრიტანელებს აქვთ ინფორმაცია ორჯონიკიძის გეგმების შესახებ და ისინი აფრთხილებენ მენშევიკურ მთავრობას. მენშევიკები იღებენ გადაწყვეტილებას გააძლიერონ უსაფრთხოება და მოამზადონ ევაკუაციის გეგმა. ეს არის რბოლა დროსთან, ვინ მოასწრებს პირველი. სექტემბრის 12 1920 წელი. ღამის 1 საათზე. თბილისის 30 სხვადასხვა წერტილში იწყება ერთდროული დაპატიმრებები. ორჯონიკიძის აგენტები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები, შედიან სახლებში და აყვანენ ადამიანებს. მთავარი სამიზნეები არიან: ნოე ჟორდანია, მენშევიკური მთავრობის ხელმძღვანელი, ევგენი გეგეჭკორი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ნოე რამიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი. მაგრამ ოპერაცია არ მიდის გეგმის მიხედვით. ჟორდანია და გეგეჭკორი არ არიან თავიანთ სახლებში, ისინი უკვე გაქცეულები არიან ბათუმში, სადაც მათ ელოდებათ ბრიტანული გემი.
რამიშვილი დაპატიმრებულია, მაგრამ ის უარს ამბობს ნებისმიერ თანამშრომლობაზე. ოპერაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო სრული წარმატება, ხდება ნაწილობრივი წარმატება. ორჯონიკიძე გაბრაზებულია, მაგრამ ის არ აჩერებს ოპერაციას. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თბილისში დაპატიმრდება კიდევ 150 ადამიანი. ყველა მათგანი არის მენშევიკები ან მათი მომხრეები. დაპატიმრებულები გადაიყვანენ ბაქოში, სადაც მათ აკითხავენ ორჯონიკიძის პირადი ზედამხედველობით. აკითხვები არის სასტიკი, ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა ოჯახის წევრების დაპატიმრებით. ზოგიერთი ადამიანი ეთანხმება თანამშრომლობას, ზოგიერთი კვლავ უარს ამბობს. მაგრამ ყველა მათგანი რჩება პატიმრობაში. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, არავინ არ უნდა გათავისუფლდეს მანამ, სანამ საქართველო არ გახდება სრულად საბჭოთა კონტროლის ქვეშ. ეს არის მისი გარანტია, რომ მენშევიკები ვერ შეძლებენ ორგანიზებას წინააღმდეგობისა. სექტემბრის 38, 1920 წელი. მოსკოვში ლენინი იღებს დეტალურ ანგარიშს თბილისის მოვლენების შესახებ. ის არის შოკში. ორჯონიკიძემ განახორციელა მასობრივი დაპატიმრებები საქართველოში ჩემი პირდაპირი აკრძალვის მიუხედავად. ამბობს ის პოლიტბიუროს გადაუდებელ სხდომაზე. ეს არის არა მხოლოდ დისციპლინის დარღვევა, ეს არის ღალატი ჩვენი პოლიტიკის მიმართ. ლენინი მოითხოვს ორჯონიკიძის გადაყენებას კავკასიის ბიუროდან და მის გამოძიებას. მაგრამ სტალინი კვლავ იცავს მას. ბატონო ლენინ, ორჯონიკიძემ თავიდან აიცილა მენშევიკური აჯანყება საქართველოში. თუ ის არ მოქმედებდა, ჩვენ ახლა გვექნებოდა ომი კავკასიაში. ლენინი პასუხობს, მე არ მინდა ომი, მაგრამ მე ასევე არ მინდა ტერორი. ორჯონიკიძის მეთოდები არის ტერორი. სხდომა გრძელდება 5 საათზე მეტს, მაგრამ ბოლოს მიიღება კომპრომისული გადაწყვეტილება. ორჯონიკიძეს ეგზავნება ოფიციალური გაფრთხილება, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე. ეს იყო გარდამტეხი მომენტი. ლენინმა პირველად ვერ შეძლო თავისი ნების დაკისრება საკითხში, რომელიც მას მიიჩნევდა პრინციპულად. სტალინმა პირველად აჩვენა, რომ მას შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ლენინისთვის და მოეგო. და ორჯონიკიძემ პირველად მიიღო ოფიციალური დადასტურება, რომ მას შეეძლო მოქმედება დამოუკიდებლად მოსკოვისგან. ეს იყო დასაწყისი ახალი ეპოქისა საბჭოთა პოლიტიკაში, ეპოქა, როდესაც პირადი ძალაუფლება იყო უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პარტიული დისციპლინა. და ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ეს ახალი წესები. მაგრამ რა ხდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც დაპატიმრდნენ ორჯონიკიძის ბრძანებით? ოქტომბრის 1, 1920 წელი. ბაქოში, ჩეკას საპყრობილეში, ინახება 190 პოლიტიკური პატიმარი. მათ შორის არიან მენშევიკები საქართველოდან, დაშნაკები სომხეთიდან, მუსავათისტები აზერბაიჯანიდან. ყველა მათგანი დაპატიმრებულია ორჯონიკიძის პირადი ბრძანებით. ყველა მათგანი ელოდება სასამართლოს, მაგრამ სასამართლო არ ტარდება. ორჯონიკიძეს აქვს სხვა გეგმა, ის გეგმავს გამოიყენოს ეს პატიმრები როგორც მოლაპარაკების ინსტრუმენტი მენშევიკურ, დაშნაკურ და მუსავათისტურ ლიდერებთან, რომლებიც გაქცეულები არიან ევროპაში. გეგმა მარტივია, თუ ლიდერები დათანხმდებიან თანამშრომლობას საბჭოთა ხელისუფლებასთან, პატიმრები გათავისუფლდებიან. თუ არა, პატიმრები დარჩებიან საპყრობილეში განუსაზღვრელი ვადით. ოქტომბრის 15, 1920 წელი. ორჯონიკიძე აგზავნის საიდუმლო წერილს ნოე ჟორდანიას, რომელიც იმ დროს იმყოფება პარიზში. წერილში ის წერს, ბატონო ჟორდანია, თქვენ გაქვთ 190 თქვენი თანამოაზრე ჩემს საპყრობილეებში. მათი ბედი დამოკიდებულია თქვენს გადაწყვეტილებაზე. თუ თქვენ დათანხმდებით შეწყვიტოთ წინააღმდეგობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და დაბრუნდებით საქართველოში, მე გავათავისუფლებ ყველა პატიმარს. თუ თქვენ გააგრძელებთ წინააღმდეგობას, მე ვერ გარანტირებ მათ უსაფრთხოებას. ეს იყო პირდაპირი მუქარა. ჟორდანია პასუხობს 2 კვირის შემდეგ, მე არ დაუბრუნდები საქართველოს მანამ, სანამ იქ არის საბჭოთა ოკუპაცია. და მე არ მივიღებ გადაწყვეტილებებს მუქარის ქვეშ. ორჯონიკიძე კითხულობს პასუხს და იღებს გადაწყვეტილებას, პატიმრები დარჩებიან საპყრობილეში. მომდევნო თვეების განმავლობაში პატიმრების რაოდენობა იზრდება. ნოემბრამდე ბაქოს საპყრობილეში უკვე არის 230 პოლიტიკური პატიმარი. დეკემბრამდე 310. ყველა მათგანი დაპატიმრებულია ორჯონიკიძის ბრძანებით და არც ერთ შემთხვევაში არ არის მოსკოვის სანქცია.
ლენინი აგზავნის მრავალ ტელეგრამას ბაქოში, მოითხოვს პატიმრების გათავისუფლებას ან სასამართლოს ჩატარებას, მაგრამ ორჯონიკიძე იგნორირებას უკეთებს ამ ტელეგრამებს. ის პასუხობს, პატიმრები არიან საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. მათი გათავისუფლება შეიძლება გამოიწვიოს აჯანყება. ეს არის ოფიციალური პასუხი, მაგრამ რეალური მიზეზი არის სხვა. ორჯონიკიძე იყენებს პატიმრებს როგორც ბერკეტს, რათა შეინარჩუნოს კონტროლი კავკასიაზე. დეკემბრის 1920 წელი. ბაქოს საპყრობილეში ხდება პირველი ინციდენტი. პოლიტიკური პატიმრები იწყებენ შიმშილობის აქციას, მოითხოვენ სასამართლოსთან გათავისუფლებას. აქცია გრძელდება 10 დღე. ორჯონიკიძე უგზავნის ინსტრუქციას საპყრობილის ადმინისტრაციას, არ დაუშვათ პატიმრების კონტაქტი გარე სამყაროსთან. არ მისცეთ მათ საშუალება გაავრცელონ ინფორმაცია შიმშილობის აქციის შესახებ. საპყრობილე იზოლირდება. არავინ შედის, არავინ გამოდის. შიმშილობის აქცია გრძელდება კიდევ 5 დღე, შემდეგ პატიმრები იძულებულები არიან შეწყვიტონ ის, რადგან რამდენიმე მათგანი იწყებს სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ორჯონიკიძე იღებს ანგარიშს ინციდენტის შესახებ და წერს თავის დღიურში. პატიმრები ცდილობენ პროვოკაციას, მაგრამ ჩვენ არ დაუშვებთ ამას. ეს იყო მისი ხედვა სიტუაციისა, ყველაფერი რაც ხდებოდა იყო პროვოკაცია და ის უბრალოდ პასუხობდა ამ პროვოკაციას. მაგრამ რა ფიქრობდა მოსკოვი ამ ყველაფერზე? იანვრის 5, 1921 წელი. კრემლში ტარდება სპეციალური სხდომა კავკასიის საკითხზე. ლენინი, ტროცკი, კამენევი, სინოვიევი და სტალინი განიხილავენ ორჯონიკიძის მოქმედებებს. ლენინი იწყებს, ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა კავკასიაში. ორჯონიკიძე მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი დიქტატორი. ის იგნორირებას უკეთებს ჩვენს ბრძანებებს, ის ატარებს მასობრივ დაპატიმრებებს, ის ინახავს ასობით პოლიტიკურ პატიმარს სასამართლოს გარეშე. ეს არის დაუშვებელი. ტროცკი მხარს უჭერს ლენინს, მე ვთანახმა. ჩვენ უნდა გადავაკენოთ ორჯონიკიძე და ჩავატაროთ გამოძიება მის მოქმედებებზე. მაგრამ სტალინი კვლავ იცავს ორჯონიკიძეს, ბატონებო, თქვენ არ ესმით სიტუაცია კავკასიაში. ორჯონიკიძე არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონტროლი ამ რეგიონზე. თუ ჩვენ გადავაკენებთ მას, ჩვენ დავკარგავთ კავკასიას. სხდომა გრძელდება მთელი დღე. ლენინი და ტროცკი მოითხოვენ ორჯონიკიძის გადაყენებას. სტალინი, კამენევი და ზინოვიევი იცავენ მას. ბოლოს მიიღება კომპრომისული გადაწყვეტილება, ორჯონიკიძეს ეგზავნება სპეციალური კომისია მოსკოვიდან, რომელიც უნდა შეისწავლოს სიტუაცია კავკასიაში და მოამზადოს ანგარიში. კომისიას ხელმძღვანელობს ფელიქს ძერჟინსკი, ჩეკას ხელმძღვანელი. ეს არის კომპრომისი, რომელიც აკმაყოფილებს ორივე მხარეს. ლენინი იღებს გამოძიებას, სტალინი ინარჩუნებს ორჯონიკიძეს პოზიციაზე. მაგრამ ეს კომპრომისი არის დროებითი. რეალური ბრძოლა ორჯონიკიძის მომავლისთვის ჯერ კიდევ წინ არის. იანვრის 20, 1921 წელი. ძერჟინსკი ჩამოდის ბაქოში. ის ატარებს შეხვედრას ორჯონიკიძესთან, რომელიც გრძელდება 3 საათზე მეტს. ძერჟინსკი ეკითხება ორჯონიკიძეს, რატომ გაქვს 300 პოლიტიკური პატიმარი სასამართლოს გარეშე. ორჯონიკიძე პასუხობს, რადგან ეს პატიმრები არიან საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. თუ მე გავათავისუფლებ მათ, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ორგანიზებას წინააღმდეგობისა. ძერჟინსკი კითხულობს, გაქვს თუ არა მტკიცებულება ამისა? ორჯონიკიძე აჩვენებს მას დოსიეებს, ასობით დოსიე, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პატიმრების შესახებ. ძერჟინსკი კითხულობს რამდენიმე დოსიეს და ხვდება, რომ უმეტესობა მათგანი შეიცავს არა მტკიცებულებებს, არამედ ეჭვებს და ვარაუდებს. ეს არ არის საკმარისი სასამართლოსთვის, ამბობს ძერჟინსკი. ორჯონიკიძე პასუხობს, კავკასიაში ჩვენ არ გვაქვს დრო სასამართლოსთვის. ჩვენ უნდა მოვქმედოთ სწრაფად. ძერჟინსკი ატარებს კიდევ 10 დღეს კავკასიაში, ესაუბრება ადგილობრივ ბოლშევიკებს, ეწვევა საპყრობილეებს, კითხულობს დოკუმენტებს. თებერვლის 1921 წელს ის უბრუნდება მოსკოვს და წარუდგენს ანგარიშს პოლიტბიუროს. ანგარიში არის ორმაგი. ერთი მხრივ ძერჟინსკი აღიარებს, რომ ორჯონიკიძემ შეძლო სტაბილიზაცია სიტუაციისა კავკასიაში. მეორე მხრივ, ის აკრიტიკებს ორჯონიკიძის მეთოდებს. ორჯონიკიძე იყენებს ძალადობას და შანტაჟს ისე, როგორც ეს იყო ჩვეულებრივი ინსტრუმენტები. ის ინახავს ასობით პოლიტიკურ პატიმარს სასამართლოს გარეშე. ის იგნორირებას უკეთებს მოსკოვის ბრძანებებს. ეს არის დაუშვებელი.
ლენინი კითხულობს ანგარიშს და ამბობს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ორჯონიკიძე. მაგრამ სტალინი კვლავ იცავს მას, ბატონო ლენინ, ძერჟინსკის ანგარიში ასევე ამბობს, რომ ორჯონიკიძემ სტაბილიზაცია მოახდინა სიტუაციისა. ეს არის მთავარი. თებერვლის 25, 1921 წელი. პოლიტბიურო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ორჯონიკიძე რჩება კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელად, მაგრამ მას ენიშნება სპეციალური მაკონტროლებელი მოსკოვიდან, ვიაჩესლავ მოლოტოვი. მოლოტოვი უნდა აკონტროლებდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს ორჯონიკიძე და ანგარიშს აძლევდეს პირდაპირ ლენინს. ეს არის კომპრომისი, რომელიც კვლავ აკმაყოფილებს ორივე მხარეს, ლენინი იღებს კონტროლს. სტალინი ინარჩუნებს ორჯონიკიძეს. მაგრამ ეს კომპრომისი არ მუშაობს. მოლოტოვი ჩამოდის ბაქოში მარტში 1921 წელს და დაუყოვნებლივ ხვდება, რომ ორჯონიკიძე არ აპირებს თანამშრომლობას მასთან. ორჯონიკიძე უთხრა მოლოტოვს, თქვენ აქ ხართ დაკვირვებისთვის, არა მმართველობისთვის. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, თქვენ უბრალოდ აფიქსირებთ მათ. მოლოტოვი ცდილობს წინააღმდეგობას, მაგრამ ის სწრაფად ხვდება, რომ ორჯონიკიძეს აქვს სრული კონტროლი ადგილობრივ სტრუქტურებზე და ის, მოლოტოვი, არის უბრალოდ დამკვირვებელი. მარტის მე-15, 1921 წელი. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის მთელ სიტუაციას კავკასიაში, ის იწყებს მომზადებას საქართველოს სრული სოვეტიზაციისთვის. ოფიციალურად საქართველო ჯერ კიდევ არის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელსაც მართავს მენშევიკური მთავრობა. მაგრამ რეალურად ორჯონიკიძის აგენტები უკვე აკონტროლებენ უმეტეს ნაწილს ქვეყნისა. მენშევიკური მთავრობა კონტროლს უწევს მხოლოდ თბილისს და რამდენიმე დიდ ქალაქს. ორჯონიკიძე გეგმავს საბოლოო დარტყმას, ერთდროულ შეჭრას წითელი არმიის მიერ და აჯანყებას თბილისში. ოპერაცია უნდა მოხდეს თებერვალში 1921 წელს. მაგრამ არის პრობლემა, მოსკოვი კვლავ ეწინააღმდეგება საქართველოს შეჭრას. ლენინი პირადად უთხრა ორჯონიკიძეს, საქართველო უნდა დარჩეს დამოუკიდებელი მანამ, სანამ ჩვენ არ გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ორჯონიკიძე კვლავ იღებს გადაწყვეტილებას იგნორირება გაუკეთოს ამ ბრძანებას. რატომ? რადგან ის იცის, რომ სტალინი მხარს დაუჭერს მას. თებერვლის მე-15, 1921 წელი. ღამის 2 საათზე წითელი არმიის ერთეულები კვეთენ საქართველოს საზღვარს 3 წერტილში, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. ერთდროულად. თბილისში იწყება აჯანყება ადგილობრივი ბოლშევიკების მიერ. ოპერაცია მიდის გეგმის მიხედვით. მენშევიკური მთავრობა ცდილობს ორგანიზებას წინააღმდეგობისა, მაგრამ ის ძალიან სუსტია. თებერვლის 25, 1921 წელს წითელი არმია შედის თბილისში. მენშევიკური მთავრობა გაქცეულია ბათუმში, საიდან ისინი შემდეგ გაემგზავრებიან ევროპაში. საქართველო ხდება საბჭოთა რესპუბლიკა. ორჯონიკიძე ხდება საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, ფაქტობრივად ქვეყნის დიქტატორი. ეს არის მისი უდიდესი ტრიუმფი. მაგრამ ეს ტრიუმფი მოდის ფასად იმასობით ადამიანისა, რომლებიც დაპატიმრდნენ, დაშინდნენ, იძულებულები გახდნენ თანამშრომლობაზე. მარტის 1, 1921 წელი. თბილისში ორჯონიკიძე ატარებს პირველ სხდომას საქართველოს რევკომისა. სხდომაზე დამსწრია 30 ადამიანი, ყველა მათგანი ადგილობრივი ბოლშევიკები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ორჯონიკიძესთან. ორჯონიკიძე იწყებს სიტყვით, ჩვენ გავიმარჯვეთ. საქართველო ახლა არის საბჭოთა რესპუბლიკა. მაგრამ ჩვენი მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ქვეყანა ყველა მენშევიკური ელემენტისგან. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ადმინისტრაცია, ახალი პოლიცია, ახალი სასამართლო სისტემა. და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს სწრაფად, სანამ მენშევიკები მოასწრებენ ორგანიზებას წინააღმდეგობისა ევროპიდან. შემდეგ ის აჩვენებს სიას, სია შეიცავს 230 სახელს. ეს ადამიანები უნდა დაპატიმრდნენ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ამბობს ორჯონიკიძე. ვინმე კითხულობს, გვაქვს თუ არა მოსკოვის სანქცია, ორჯონიკიძე პასუხობს, მოსკოვი დაგვიჭერს მხარს. მე პირადად ვესაუბრე ბატონ სტალინს. ეს იყო სიმართლე, სტალინი მართლაც უჭერდა მხარს ორჯონიკიძეს. მაგრამ ლენინი არ იცოდა ამ ახალი დაპატიმრებების შესახებ. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში თბილისში დაპატიმრდება 230 ადამიანი. ყველა მათგანი არის ყოფილი მენშევიკები, ინტელექტუალები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, ადამიანები, რომლებიც შეიძლება გახდნენ წინააღმდეგობის ლიდერები.
და პატიმრებები ხდება ღამით, უეცრად, ძალადობრივად. ოჯახები არ იციან, სად არიან მათი ახლობლები. არ არის ოფიციალური ბრალდებები, არ არის სასამართლო. პატიმრები უბრალოდ ქრებიან. ზოგიერთი მათგანი გადაიყვანება ბაქოში, ზოგიერთი რჩება თბილისის საპყრობილეებში. ყველა მათგანი ელოდება, მაგრამ არავინ იცის რას. ორჯონიკიძე ამბობს თავის თანამშრომლებს, ეს ადამიანები არიან საფრთხე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ისინი იზოლაციაში მანამ, სანამ ჩვენ არ გავაძლიერებთ ჩვენს კონტროლს საქართველოზე. მაგრამ რამდენ ხანს? ორჯონიკიძე არ პასუხობს ამ კითხვას. მარტის 20 1921 წელი. მოსკოვში. ლენინი იღებს ანგარიშს საქართველოს მოვლენების შესახებ. ის კვლავ გაბრაზებულია. ორჯონიკიძემ კვლავ განახორციელა მასობრივი დაპატიმრებები ჩემი ცოდნის გარეშე, ამბობს ის პოლიტბიუროს სხდომაზე. ეს უკვე არის არა დისციპლინის დარღვევა, ეს არის სისტემატური იგნორირება ჩემი ავტორიტეტისა. ლენინი მოითხოვს ორჯონიკიძის დაუყოვნებელ გადაყენებას და მის გამოძიებას. მაგრამ სტალინი კვლავ იცავს მას. ბატონო ლენინ ორჯონიკიძემ გადაარჩინა საქართველო. თუ ის არ მოქმედებდა სწრაფად, ჩვენ ახლა გვექნებოდა მენშევიკური აჯანყება. ლენინი პასუხობს, მე არ მინდა აჯანყება, მაგრამ მე ასევე არ მინდა ტერორი. ორჯონიკიძის მეთოდები არის წმინდა ტერორი. სხდომა გრძელდება მთელი დღე, მაგრამ ბოლოს კვლავ მიიღება კომპრომისული გადაწყვეტილება. ორჯონიკიძეს ეგზავნება კიდევ ერთი ოფიციალური გაფრთხილება, მაგრამ ის რჩება თავის პოზიციაზე. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ლენინმა ვერ შეძლო თავისი ნების დაკისრება. და ეს იყო ნიშანი, რომ ძალაუფლების ბალანსი პოლიტბიუროში იცვლებოდა. სტალინი ხდებოდა უფრო ძლიერი, ლენინი უფრო სუსტი. და ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი ამ ცვლილებაში. ის იყო სტალინის ადამიანი კავკასიაში, ადამიანი, რომელიც ასრულებდა სტალინის ნებას, არა ლენინის ნებას. და ეს იყო დასაწყისი ახალი ეპოქისა, ეპოქა, როდესაც სტალინი იწყებდა თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას. აპრილის 1921 წელი. თბილისში ორჯონიკიძე იღებს საიდუმლო ანგარიშს თავისი აგენტებისგან. ანგარიში ამბობს, რომ სომხეთში იწყება დაშნაკური აჯანყება. დაშნაკები, რომლებიც დაკარგეს ძალაუფლება 1920 წელს, ახლა ცდილობენ მის დაბრუნებას ძალის გამოყენებით. აჯანყება იწყება ერევნის გარეუბნებში და სწრაფად ვრცელდება სხვა რეგიონებში. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, ის პირადად წავა სომხეთში და ხელმძღვანელობს ოპერაციას აჯანყების ჩახშობისთვის. აპრილის 15 1921 წელს. ორჯონიკიძე ჩამოდის ერევანში. მასთან ერთად არის 200 ჩეკისტი და 1000 წითელარმიელი. ოპერაცია იწყება დაუყოვნებლივ. მომდევნო 2 კვირის განმავლობაში სომხეთში ტარდება სასტიკი ბრძოლა დაშნაკებსა და საბჭოთა ძალებს შორის. ორჯონიკიძე პირადად ხელმძღვანელობს ოპერაციას. ის იყენებს ყველა მეთოდს, ძალადობას, შანტაჟს, მასობრივ დაპატიმრებებს. მაისის 1 1921 წელს აჯანყება ჩახშობილია. დაშნაკები დამარცხებულები არიან. მაგრამ ფასი არის მაღალი, 1200 ადამიანზე მეტი დაიღუპა ბრძოლებში, 230-ზე მეტი დაპატიმრდა. ორჯონიკიძე აგზავნის ანგარიშს მოსკოვში, დაშნაკური აჯანყება ჩახშობილია. სომხეთი კვლავ არის საბჭოთა კონტროლის ქვეშ. ლენინი კითხულობს ანგარიშს და კითხულობს, რა ფასად, მაგრამ ორჯონიკიძე არ პასუხობს ამ კითხვას. მაისის 15 1921 წელი. ორჯონიკიძე უბრუნდება თბილისს. ის არის დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი. ის გადაარჩინა სომხეთი, ის ჩაახშო აჯანყება. ის აჩვენა თავისი ძალა. მაგრამ ის ასევე იცის, რომ მოსკოვი არ არის კმაყოფილი მისი მეთოდებით. ის იცის, რომ ლენინი მოითხოვს მის გადაყენებას. ის იცის, რომ მხოლოდ სტალინის მხარდაჭერა ინარჩუნებს მას პოზიციაზე. და ის იცის, რომ ეს მხარდაჭერა არ არის უსასრულო. რაღაც მომენტში სტალინი შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ორჯონიკიძე უფრო ხდება პრობლემა ვიდრე გადაწყვეტა. და მაშინ ორჯონიკიძის კარიერა დასრულდება. მაგრამ ეს მომენტი ჯერ არ მოსულა. ჯერჯერობით ორჯონიკიძე ჯერ კიდევ არის ძლიერი. ჯერჯერობით ის ჯერ კიდევ არის სერი კარდინალი კავკასიისა. რა იყო ორჯონიკიძის საიდუმლო? როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ასეთი ძალაუფლების მოპოვება? როგორ შეძლო ის მოქმედება დამოუკიდებლად მოსკოვისგან და არ დასჯილიყო? პასუხი მდგომარეობს რამდენიმე ფაქტორში.
პირველი, ის ჰქონდა სტალინის უპირობო მხარდაჭერა, რომელიც ეფუძნებოდა მათ საერთო წარსულს და ურთიერთდამოკიდებულებას. მეორე, ის ჰქონდა უნიკალური უნარი მართოს ადამიანების შიშისა და შანტაჟის გამოყენებით. მესამე, ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მოსკოვი ენდობოდა კავკასიის კონტროლისთვის. მეოთხე, ის იყენებდა ინფორმაციას როგორც იარაღს, აგროვებდა კომპრომატს ყველაზე და იყენებდა მას საჭიროების შემთხვევაში. მეხუთე, ის მოქმედებდა სწრაფად არ აძლევდა მოსკოვს დროს რეაგირებისთვის და შემდეგ წარუდგენდა ფაქტს. ეს იყო იდეალური კომბინაცია თვისებებისა, რომელიც აქცევდა ორჯონიკიძეს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ადამიანად საბჭოთა იერარქიაში. მაგრამ ეს ძალა უფლება მოდიოდა ფასად. ფასად იმასობით ადამიანისა, რომლებიც დაპატიმრდნენ, დაშინდნენ, იძულებულები გახდნენ თანამშრომლობაზე. ფასად იმ ათასობით ოჯახისა, რომლებიც დაკარგეს თავიანთი ახლობლები. ფასად იმ მთელი რეგიონისა, რომელიც ცხოვრობდა შიშში. ორჯონიკიძე იყო ეფექტური. მაგრამ ის ასევე იყო სასტიკი. ის იყო ლოიალური სტალინის მიმართ, მაგრამ ის ასევე იყო დამოუკიდებელი. ის იყო რევოლუციონერი, მაგრამ ის ასევე იყო დიქტატორი. ეს იყო კონტრადიქცია, რომელიც განსაზღვრავდა მის მთელ კარიერას. და ეს იყო კონტრადიქცია, რომელიც საბოლოოდ განადგურებდა მას. ივნისის 1921 წელი. თბილისში ორჯონიკიძის კაბინეტში ტარდება საიდუმლო შეხვედრა. დამსწრეა მხოლოდ 5 ადამიანი: ორჯონიკიძე, მიკოიანი, კიროვი და 2 ადგილობრივი ჩეკისტი. მათ წინაშე დევს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ყველა პოლიტიკური პატიმრის შესახებ კავკასიაში. სულ არის 520 ადამიანი, 230 საქართველოში, 150 აზერბაიჯანში, 130 სომხეთში. ყველა მათგანი დაპატიმრებულია ორჯონიკიძის პირადი ბრძანებით. ყველა მათგანი ელოდება სასამართლოს, რომელიც არასოდეს მოვა. ორჯონიკიძე ამბობს, ჩვენ გვაქვს პრობლემა. მოსკოვი მოითხოვს ამ პატიმრების გათავისუფლებას ან სასამართლოს ჩატარებას. მაგრამ თუ ჩვენ გავათავისუფლებთ მათ, ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ორგანიზებას წინააღმდეგობისა. თუ ჩვენ ჩავატარებთ სასამართლოს, ჩვენ უნდა წარვადგინოთ მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს. მიკოიანი კითხულობს, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? ორჯონიკიძე პასუხობს, ჩვენ უნდა შევქმნათ მტკიცებულებები. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი. ორჯონიკიძე იღებდა გადაწყვეტილებას არა უბრალოდ დაპატიმრების შესახებ, არამედ მტკიცებულებების შექმნის შესახებ. ეს ნიშნავდა, რომ ის აპირებდა გამოგონებას ბრალდებებისა, ყალბი დოკუმენტების შექმნას, იძულებით აღიარებების მიღებას. ეს იყო სისტემა, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა სტანდარტული პრაქტიკა საბჭოთა რეპრესიებში. მაგრამ 1921 წელს ეს იყო ჯერ კიდევ ახალი, ჯერ კიდევ ექსპერიმენტული. და ორჯონიკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ამ სისტემის გამოყენება მასშტაბურად. ივნისის 20 1921 წელი. ბაქოს საპყრობილეში იწყება სპეციალური აკითხვები. ჩეკისტები, რომლებიც სპეციალურად მომზადებულები არიან ორჯონიკიძის ინსტრუქციებით, იწყებენ მუშაობას პატიმრებთან. მათი მიზანია მარტივი: მიიღონ აღიარებები იმის შესახებ, რომ პატიმრები გეგმავდნენ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ეს სიმართლე. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ აღიარება იყოს ხელმოწერილი. აკითხვები გრძელდება დღე-ღამე. ზოგიერთი პატიმარი ეთანხმება აღიარებას პირველივე დღეს. ზოგიერთი უარს ამბობს კვირების განმავლობაში. მაგრამ ბოლოს თითქმის ყველა ეთანხმება. რადგან ალტერნატივა არის უარესი, უსასრულო აკითხვები, იზოლაცია, მუქარა ოჯახის წევრების დაპატიმრებით. ივლისის 1921 წელი. ორჯონიკიძე იღებს პირველ პაკეტს აღიარებებისა. სულ არის 130 აღიარება, 130 ადამიანი, რომლებიც აღიარებენ, რომ ისინი გეგმავდნენ აჯანყებას. ორჯონიკიძე კითხულობს აღიარებებს და კმაყოფილია. ახლა მას აქვს ის, რაც სჭირდება, მტკიცებულებები იმისა, რომ დაპატიმრებები იყო გამართლებული. ის აგზავნის ამ აღიარებებს მოსკოვში, თან ერთვის წერილი, როგორც ხედავთ, ჩვენი დაპატიმრებები იყო აბსოლუტურად აუცილებელი. ეს ადამიანები მართლაც გეგმავდნენ აჯანყებას. ჩვენ თავიდან ავიცილეთ კატასტროფა. ლენინი კითხულობს წერილს და აღიარებებს. ის ეჭვობს მათ ავთენტურობაში, მაგრამ ის ვერ ამტკიცებს, რომ ისინი არის ყალბი. რადგან ყველა აღიარება არის ხელმოწერილი, ყველა მათგანი შეიცავს დეტალებს, ყველა მათგანი გამოიყურება ლეგიტიმურად.
ივლისის 30, 1921 წელი. მოსკოვში ტარდება კიდევ ერთი პოლიტბიუროს სხდომა კავკასიის საკითხზე. ლენინი კითხულობს აღიარებებს და ამბობს, ეს აღიარებები გამოიყურება ძალიან მოსახერხებლად. ძალიან დეტალურად. ძალიან ერთგვაროვნად. მე ეჭვი მაქვს, რომ ისინი არის იძულებითი. სტალინი პასუხობს, ბატონო ლენინ, თქვენ ყოველთვის ეჭვობთ ორჯონიკიძეს. მაგრამ ფაქტები ლაპარაკობენ თავისთვის. ეს ადამიანები მართლაც გეგმავდნენ აჯანყებას. ორჯონიკიძემ თავიდან აიცილა ის. ლენინი პასუხობს, ფაქტები? ეს არ არის ფაქტები, ეს არის აღიარებები. და აღიარებები შეიძლება იყოს იძულებითი. მაგრამ სტალინს აქვს საბოლოო არგუმენტი, ბატონო ლენინ, თუ თქვენ არ ენდობით ორჯონიკიძეს, მაშინ ვის ენდობით კავკასიაში? ეს იყო კითხვა, რომელსაც ლენინი ვერ პასუხობდა. რადგან რეალურად არავინ სხვა არ იყო, ვინც შეეძლო კავკასიის კონტროლი ისე ეფექტურად, როგორც ორჯონიკიძე. სხდომა დასრულდება კიდევ ერთი კომპრომისით. პოლიტბიურო ოფიციალურად აღიარებს, რომ დაპატიმრებები იყო გამართლებული, მაგრამ მოითხოვს, რომ მომავალში ყველა მსგავსი ოპერაცია უნდა შეთანხმდეს მოსკოვთან წინასწარ. ეს იყო მესამე კომპრომისი, მესამე გაფრთხილება, მესამე შემთხვევა. როდესაც ლენინი ვერ შეძლო თავისი ნების დაკისრება. და ყოველი ასეთი შემთხვევა აძლიერებდა სტალინს და ასუსტებდა ლენინს. ყოველი ასეთი შემთხვევა აჩვენებდა, რომ ძალაუფლების რეალური ცენტრი პოლიტბიუროში ნელ-ნელა გადადიოდა ლენინისგან სტალინისკენ. აგვისტოს 10, 1921 წელი. თბილისში ორჯონიკიძე იღებს ახალ ანგარიშს თავისი აგენტებისგან. ანგარიში ამბობს, რომ ევროპაში, პარიზში და ბერლინში ყოფილი მენშევიკური და დაშნაკური ლიდერები ქმნიან ემიგრანტულ მთავრობებს. ისინი გეგმავენ საერთაშორისო კამპანიას საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ კავკასიაში. ისინი აგროვებენ ინფორმაციას დაპატიმრებების, აკითხვების, იძულებითი აღიარებების შესახებ. ისინი აპირებენ გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია დასავლურ პრესაში. ორჯონიკიძე კითხულობს ანგარიშს და ხვდება, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე. თუ დასავლეთი შეიტყობს რეალურ სიტუაციას კავკასიაში, ეს შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სკანდალი. და ეს შეიძლება დაასუსტოს არა მხოლოდ ორჯონიკიძის, არამედ მთელი საბჭოთა ხელისუფლების პოზიციები. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა შეაჩეროს ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ როგორ? ემიგრანტები არიან ევროპაში, მათზე მოქმედება შეუძლებელია. მაგრამ მათი ინფორმაციის წყაროები არიან კავკასიაში, ადამიანები, რომლებიც აგზავნიან ინფორმაციას ევროპაში წერილებით, ტელეგრამებით, კურიერებით. ორჯონიკიძე იძლევა ბრძანებას, იპოვეთ ყველა ადამიანი, ვინც აგზავნის ინფორმაციას ევროპაში. დააპატიმრეთ ისინი. გაანადგურეთ მათი კავშირები. ეს იყო ახალი ტალღა რეპრესიებისა, რომელიც იყო მიმართული არა პოლიტიკური ოპონენტების, არამედ ინფორმაციის წყაროების წინააღმდეგ. აგვისტოს 20, 1921 წელი. კავკასიის სამივე რესპუბლიკაში იწყება ახალი დაპატიმრებები. სამიზნეები არიან ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ საბჭოთა ხელისუფლებას, ინტელექტუალები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები ევროპასთან, ყოფილი დიპლომატები, რომლებიც მუშაობდნენ მენშევიკურ ან დაშნაკურ მთავრობებში. სულ დაპატიმრდება 150 ადამიანი. ყველა მათგანი დაბრალდება ჯაშუშობაში უცხო ძალების სასარგებლოდ. ყველა მათგანი გადაიყვანება ბაქოს საპყრობილეში, სადაც მათ აკითხავენ ორჯონიკიძის პირადი ზედამხედველობით. აკითხვების მიზანია გაირკვეს, ვინ აგზავნიდა ინფორმაციას ევროპაში, როგორ, რა არხებით. ზოგიერთი პატიმარი ეთანხმება თანამშრომლობას, ზოგიერთი უარს ამბობს. მაგრამ ყველა მათგანი რჩება პატიმრობაში. სექტემბრის 10, 1921 წელი. პარიზში ნოე ჟორდანია იღებს ბოლო წერილს თბილისიდან. წერილი შეიცავს ინფორმაციას ახალი დაპატიმრებების შესახებ. ჟორდანია კითხულობს წერილს და ხვდება, რომ ორჯონიკიძე ცდილობს გაწყვიტოს ყველა კავშირი ემიგრაციასა და კავკასიას შორის. ის იღებს გადაწყვეტილებას, ის უნდა გამოაქვეყნოს ყველა ინფორმაცია, რაც მას აქვს. სანამ ძალიან გვიან არ არის. სექტემბრის 20, 1921 წელს პარიზის გაზეთ Le Temps აქვეყნებს დიდ სტატიას სათაურით ტერორი კავკასიაში, საბჭოთა რეპრესიები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სტატია შეიცავს დეტალურ ინფორმაციას დაპატიმრებების, აკითხვების, იძულებითი აღიარებების შესახებ. სტატია ასახელებს ორჯონიკიძეს როგორც მთავარ პასუხისმგებელს ამ რეპრესიებზე.
სტატიის გამოქვეყნება იწვევს საერთაშორისო რეზონანსს. ბრიტანული, ფრანგული, გერმანული გაზეთები იწყებენ საუბარს საბჭოთა ტერორზე კავკასიაში. ზოგიერთი დასავლური მთავრობა აცხადებს ოფიციალურ პროტესტს. მოსკოვი იძულებულია რეაგირებაზე. ოქტომბრის მეხუთე 1921 წელს. საბჭოთა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატი აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას. ინფორმაცია დასავლურ პრესაში კავკასიაში რეპრესიების შესახებ არის სრული ტყუილი და პროვოკაცია. საბჭოთა ხელისუფლება კავკასიაში ატარებს ლეგიტიმურ ოპერაციებს კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ დესტაბილიზაციას რეგიონში. მაგრამ ეს განცხადება არ აჩერებს დასავლურ პრესას. სტატიები გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ოქტომბრის 30 1921 წელი. მოსკოვში ლენინი იძახებს სტალინს და ორჯონიკიძეს გადაუდებელ შეხვედრაზე. ლენინი გაბრაზებულია უფრო ვიდრე ოდესმე. თქვენ შექმენით საერთაშორისო სკანდალი, ამბობს ის. მთელი დასავლეთი საუბრობს საბჭოთა ტერორზე კავკასიაში. ეს არის კატასტროფა ჩვენი საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ორჯონიკიძე ცდილობს თავდაცვას, ბატონო ლენინ. დასავლური პრესა აქვეყნებს პროპაგანდას. ისინი იყენებენ ემიგრანტების ტყუილებს. ლენინი პასუხობს, ტყუილებს? მე წავიკითხე ეს სტატიები. ისინი შეიცავს კონკრეტულ სახელებს, კონკრეტულ თარიღებს, კონკრეტულ ფაქტებს. როგორ შეიძლება ეს იყოს ტყუილი? ორჯონიკიძე ჩუმდება. სტალინი ცდილობს ჩარევას, ბატონო ლენინ, ჩვენ არ შეგვიძლია კონტროლი დასავლურ პრესაზე. ისინი ყოველთვის იპოვიან რაღაცას, რაზეც დაწერენ. მაგრამ ლენინი არ უსმენს მას. ლენინი იღებს გადაწყვეტილებას, ის პირადად ჩაატარებს გამოძიებას კავკასიის მოვლენებზე. ის ნიშნავს სპეციალურ კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს ნიკოლაი ბუხარინი, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ბოლშევიკური ლიდერი. კომისიას ეძლევა უფლებამოსილება შეისწავლოს ყველა დოკუმენტი, გაესაუბროს ყველა პატიმარს, გამოიძიოს ყველა ბრალდება. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, პირველი შემთხვევა, როდესაც ლენინი პირადად ჩაერევა კავკასიის საქმეებში ასეთი მასშტაბით. ორჯონიკიძე ხვდება, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე მისი პოზიციისთვის. მაგრამ ის ასევე იცის, რომ მას ჯერ კიდევ აქვს სტალინის მხარდაჭერა. და სანამ ეს მხარდაჭერა არსებობს, ის შეძლებს გადარჩენას. ნოემბრის 1921 წელი. ბუხარინის კომისია ჩამოდის კავკასიაში. კომისია შედგება 10 ადამიანისგან, პარტიული ფუნქციონერები, იურისტები, გამომძიებლები. ისინი იწყებენ მუშაობას თბილისში, შემდეგ გადადიან ბაქოში, შემდეგ ერევანში. ისინი კითხულობენ ათასობით დოკუმენტს, ესაუბრებიან ასობით ადამიანს, ეწვევიან საპყრობილეებს. ბუხარინი პირადად ესაუბრება 50 პოლიტიკურ პატიმარს. ის ეკითხება მათ, როგორ მიიღეს თქვენი აღიარებები, უმეტესობა პასუხობს, იძულებით. ბუხარინი კითხულობს, რა სახის იძულება, პასუხები განსხვავებულია, ზოგი საუბრობს ფიზიკურ ძალადობაზე, ზოგი ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. ზოგი მუქარებზე ოჯახის წევრების დაპატიმრებაზე. მაგრამ ყველა მათგანი ამბობს ერთსა და იმავეს, აღიარებები იყო იძულებითი. ნოემბრის 30 1921 წელი. ბუხარინი უბრუნდება მოსკოვს და წარუდგენს ანგარიშს ლენინს. ანგარიში არის დამანგრეველი ორჯონიკიძისთვის. ბუხარინი წერს, კავკასიაში ტარდება სისტემატური რეპრესიები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. დაპატიმრებები ხდება მოსკოვის სანქციის გარეშე. აკითხვები ტარდება იძულების გამოყენებით. აღიარებები მიიღება ძალადობის ან მუქარის გზით. პოლიტიკური პატიმრები ინახებიან სასამართლოს გარეშე განუსაზღვრელი ვადით. ყველა ეს ოპერაცია ხორციელდება ორჯონიკიძის პირადი ხელმძღვანელობით და მისი პირადი ბრძანებით. ჩემი დასკვნა, ორჯონიკიძის მოქმედებები არის დაუშვებელი და ეწინააღმდეგება საბჭოთა კანონმდებლობას. ლენინი კითხულობს ანგარიშს და ამბობს, ახლა მე მაქვს ყველა მტკიცებულება, რაც მჭირდება. ორჯონიკიძე უნდა გადაყენდეს. დეკემბრის 5 1921 წელი. პოლიტბიურო იკრიბება გადამწყვეტ სხდომაზე. დღის წესრიგში არის ერთი საკითხი, ორჯონიკიძის მომავალი. ლენინი იწყებს, ბატონებო, ბუხარინის კომისიამ დაადასტურა ყველა ბრალდება ორჯონიკიძის წინააღმდეგ. ის ატარებდა მასობრივ რეპრესიებს მოსკოვის სანქციის გარეშე. ის იყენებდა ძალადობას და შანტაჟს. ის ქმნიდა ყალბმტკიცებულებებს. ეს არის დაუშვებელი.
მე მოვითხოვ მის დაუყოვნებელ გადაყენებას და გამოძიებას. სტალინი ცდილობს თავდაცვას, ბატონო ლენინ ორჯონიკიძე მოქმედებდა რთულ პირობებში. ის აკეთებდა იმას, რაც აუცილებელი იყო რეგიონის სტაბილურობისთვის. ლენინი პასუხობს, სტაბილურობა? ის შექმნა საერთაშორისო სკანდალს. ის დააკომპრომეტირა საბჭოთა ხელისუფლება მთელ მსოფლიოში, სხდომა გრძელდება 6 საათზე მეტს. ლენინი, ტროცკი და ბუხარინი მოითხოვენ ორჯონიკიძის გადაყენებას. სტალინი, კამენევი და ზინოვიევი იცავენ მას. ბოლოს ხამის 1 საათზე მიიღება გადაწყვეტილება. ეს არის კომპრომისი. მაგრამ ამჯერად კომპრომისი, რომელიც უფრო ახლოსაა ლენინის პოზიციასთან. ორჯონიკიძე გადაყენდება კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციიდან. მის ნაცვლად ინიშნება სერგო კავტარაძე, უფრო ზომიერი და მოსკოვისადმი ლოიალური ფუნქციონერი. ორჯონიკიძე გადაიყვანება მოსკოვში და ენიშნება სახალხო კომისრის მოადგილედ მძიმე ინდუსტრიაში, მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად პოლიტიკური პოზიცია. ყველა პოლიტიკური პატიმარი კავკასიაში უნდა გათავისუფლდეს, ან მიეცეს სასამართლო ლეგიტიმური მტკიცებულებებით. ყველა იძულებითი აღიარება უნდა გაუქმდეს. ეს არის ლენინის გამარჯვება. მაგრამ ეს არის ასევე ლენინის ბოლო გამარჯვება ამ საკითხში. დეკემბრის 30, 1921 წელი. ორჯონიკიძე ტოვებს თბილისს და მიემგზავრება მოსკოვისკენ. მასთან ერთად მიდის მხოლოდ მისი უახლოესი თანამშრომლები, 10 ადამიანი, რომლებიც იყვნენ მასთან ყველა ოპერაციაში. ორჯონიკიძე არის დაღლილი, გაბრაზებული, მაგრამ არა დამარცხებული. ის იცის, რომ მოსკოვში მას ელოდება სტალინი. ის იცის, რომ სტალინი არ დაივიწყებს მის ლოიალობას. ის იცის, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დროებითი უკუსვლა. და ის მართალია. მომდევნო წლებში, როდესაც სტალინი გახდება საბჭოთა კავშირის უდაო ლიდერი, ორჯონიკიძე დაბრუნდება ძალაუფლებაში. ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა იერარქიაში. მაგრამ ის არასოდეს დაბრუნდება კავკასიაში. რადგან კავკასია დარჩება მისი უდიდესი ტრიუმფის და მისი უდიდესი სკანდალის ადგილად. იანვრის 1, 1922 წელი. კავკასიაში იწყება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. პირველები გათავისუფლდებიან ისინი, ვისაც არ არის არანაირი რეალური მტკიცებულება. ეს არის უმეტესობა, დაახლოებით 400 ადამიანს. ისინი გამოდიან საპყრობილეებიდან დასუსტებულები, დაშინებულები, მაგრამ ცოცხალი. ზოგიერთი მათგანი დაუყოვნებლივ ტოვებს კავკასიას და მიემგზავრება ევროპაში. ზოგიერთი რჩება, მაგრამ ცხოვრობს შიშში. რომ დაპატიმრება შეიძლება განმეორდეს ნებისმიერ მომენტში. ზოგიერთი ცდილობს დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს შეუძლებელია. ისინი არიან დასტიგმატიზებულები როგორც ყოფილი პოლიტიკური პატიმრები და არავინ არ აძლევს მათ სამუშაოს, არავინ არ ენდობა მათ. მაგრამ არის ასევე ისინი, ვინც არ გათავისუფლდება. დაახლოებით 130 ადამიანი რჩება პატიმრობაში, რადგან მათზე არსებობს რაღაც მტკიცებულებები, თუნდაც სუსტი, თუნდაც საეჭვო. ამ ადამიანებს ეძლევათ სასამართლო, მაგრამ სასამართლო არის ფორმალობა. უმეტესობა მათგანი ნასამართლევია 3-დან 10 წლამდე პატიმრობით კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის. ისინი გადაიყვანება სპეციალურ ბანაკებში ციმბირში, სადაც ისინი გაატარებენ მომდევნო წლებს იძულებით შრომაში. ზოგიერთი მათგანი გადარჩება და გათავისუფლდება 1930-იან წლებში. ზოგიერთი კვდება ბანაკებში. ყველა მათგანი რჩება როგორც მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც შექმნა ორჯონიკიძემ კავკასიაში 1920-21 წლებში. თებერვლის 1, 1922 წელი. მოსკოვში ლენინი იღებს საბოლოო ანგარიშს კავკასიის მოვლენების შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ 400 ადამიანი გათავისუფლდა, 130 მიიღო სასამართლო, ყველა იძულებითი აღიარება გაუქმდა. ლენინი კითხულობს ანგარიშს და კმაყოფილია. ის მიაღწია თავის მიზანს, ის შეაჩერა ორჯონიკიძის რეპრესიები, ის აღადგინა ლეგალურობა კავკასიაში. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს არის პირის გამარჯვება. რადგან სისტემა, რომელიც შექმნა ორჯონიკიძემ, არ განადგურდა. ის მხოლოდ შეჩერდა დროებით. და როდესაც სტალინი მოვა ძალაუფლებაში, ეს სისტემა დაბრუნდება, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ორჯონიკიძის მეთოდები გახდება სტანდარტული პრაქტიკა. მასობრივი დაპატიმრებები, იძულებითი აღიარებები, კალბი მტკიცებულებები, ყველა ეს ელემენტი გახდება ნაწილი დიდი ტერორისა 1930-იან წლებში.
მარტის 10, 1922 წელი. თბილისში ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს ნორმალიზაციას სიტუაციისა. კავტარაძე, ახალი კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, ატარებს შეხვედრებს ადგილობრივ ლიდერებთან, ცდილობს აღდგენას ნდობისა, ცდილობს შექმნას უფრო ზომიერი პოლიტიკა. მაგრამ ის სწრაფად აღმოაჩენს, რომ ეს არის ძალიან რთული. ორჯონიკიძის მემკვიდრეობა არის ძალიან ძლიერი. ადამიანები ცხოვრობენ შიშში. ისინი არ ენდობიან ახალ ხელისუფლებას. ისინი ფიქრობენ, რომ ნებისმიერ მომენტში რეპრესიები შეიძლება განმეორდეს. და ისინი მართლები არიან. რადგან თუნდაც კავტარაძე იყოს უფრო ზომიერი ვიდრე ორჯონიკიძე, სისტემა, რომელიც შექმნა ორჯონიკიძემ, ჯერ კიდევ არსებობს. ჩეკა ჯერ კიდევ აკონტროლებს რეგიონს. აგენტები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას. დოსიეები ჯერ კიდევ ინახება. და ყველა ეს ელემენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ მომენტში. აპრილის 10, 1922 წელი. პარიზში ნოე ჟორდანია იღებს ინფორმაციას ორჯონიკიძის გადაყენების შესახებ. ის კითხულობს ამ ინფორმაციას და გრძნობს შერეულ ემოციებს. ერთი მხრივ ის კმაყოფილია, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ათასობით დაპატიმრებაზე, საბოლოოდ დასჯილია. მეორე მხრივ ის იცის, რომ ეს არის მხოლოდ სიმბოლური გადაყენება. ორჯონიკიძე არ არის პატიმრობაში, ის არ არის გამოძიების ქვეშ, ის უბრალოდ გადავიდა სხვა პოზიციაზე. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც მან შექმნა, ჯერ კიდევ არსებობს. ჟორდანია წერს თავის დღიურში, ორჯონიკიძის გადაყენება არის პატარა გამარჯვება, მაგრამ არა საბოლოო გამარჯვება. რეალური გამარჯვება იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი საბჭოთა სისტემა დაეცემა. მაგრამ ეს მომენტი არ მოვა ჟორდანიას სიცოცხლეში. ის გარდაიცვლება 1952 წელს პარიზში, ემიგრაციაში, არასოდეს დაბრუნებული თავის სამშობლოში. მაისის 10, 1922 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იწყებს მუშაობას თავის ახალ პოზიციაზე. ის არის სახალხო კომისრის მოადგილე მძიმე ინდუსტრიაში, პოზიცია, რომელიც ეხება ქარხნების მაღაროების მართვას. ეს არის ნაკლებად პოლიტიკური, უფრო ტექნიკური სამუშაო. მაგრამ ორჯონიკიძე არ არის უკმაყოფილო. ის იცის, რომ ეს არის დროებითი პოზიცია. ის იცის, რომ სტალინი არ დაივიწყებს მას. ის იცის, რომ მომავალში, როდესაც სტალინი გახდება უფრო ძლიერი, ის ორჯონიკიძე დაბრუნდება რეალურ ძალაუფლებაში. და ის მართალია. 1925 წელს, როდესაც სტალინი საბოლოოდ კონსოლიდირებს ძალაუფლებას, ორჯონიკიძე გახდება სახალხო კომისარი მძიმე ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია საბჭოთა იერარქიაში. ის ხელმძღვანელობს ინდუსტრიალიზაციას, ის აშენებს ქარხნებს, ის ქმნის საბჭოთა ინდუსტრიულ ძალას. მაგრამ ის ასევე გააგრძელებს თავისი ძველი მეთოდების გამოყენებას, შიში, შანტაჟი, რეპრესიები. ივნისის 10, 1922 წელი. კავკასიაში ცხოვრება ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ რიტმს. ადამიანები ცდილობენ დავიწყებას იმისა, რაც მოხდა 1920-21 წლებში. მაგრამ დავიწყება არის შეუძლებელი. ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა თავისი ახლობლები. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა. ძალიან ბევრი ცხოვრება შეიცვალა სამუდამოდ. ორჯონიკიძის ეპოქა კავკასიაში დატოვა ღრმა ნაციბურები, რომლებიც არასოდეს სრულად განიკურნება. და ეს ნაციბურები გახდება ნაწილი კავკასიის კოლექტიური მეხსიერებისა, მეხსიერება იმის შესახებ, როგორ ერთმა ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება და არ ჰქონდა კონტროლი, შეძლო შექმნას ტერორის სისტემა, რომელიც იმოქმედა ათასობით უდანაშაულო ადამიანის ცხოვრებაზე. ივლისის 10, 1922 წელი. მოსკოვში ლენინი იღებს ბოლო ანგარიშს კავკასიის საქმეების შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ სიტუაცია რეგიონში სტაბილიზირდება, რომ ახალი ხელმძღვანელობა მუშაობს კარგად, რომ რეპრესიები შეჩერებულია. ლენინი კითხულობს ანგარიშს და კმაყოფილია. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ეს არის მხოლოდ დროებითი სტაბილიზაცია. ის იცის, რომ სისტემა, რომელიც შექმნა ორჯონიკიძემ, არ განადგურდა. ის იცის, რომ სტალინი ელოდება თავის მომენტს. ის იცის, რომ როდესაც ეს მომენტი მოვა, ყველაფერი, რაც მოხდა კავკასიაში, განმეორდება, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბში, მთელ ქვეყანაში. და ლენინი ვერაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად. რადგან ლენინი უკვე ავად არის. მისი ჯანმრთელობა სწრაფად უარესდება. მომდევნო წელს, 1923 წელს, ის განიცდის რამდენიმე ინსულტს.
რომლებიც ნაწილობრივ დაამშლიან მას. 1924 წელს ის გარდაიცვლება და მისი გარდაცვალების შემდეგ სტალინი დაიწყებს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას. და ორჯონიკიძე იქნება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ამ კონსოლიდაციაში. რა იყო ორჯონიკიძის ნამდვილი მემკვიდრეობა? ის იყო ადამიანი, რომელმაც აჩვენა, რომ შესაძლებელია მოქმედება და მოუკიდებლად ცენტრალური ხელისუფლებისგან და არ დასჯა. ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა რეპრესიებისა, რომელიც ეფუძნებოდა შიშს, შანტაჟს და ყალბმტკიცებულებებს. ის იყო ადამიანი, რომელმაც აჩვენა, რომ პირადი ლოიალობა, ამ შემთხვევაში ლოიალობა სტალინის მიმართ, არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პარტიული დისციპლინა ან კანონიერება. ყველა ეს ელემენტი გახდება ნაწილი სტალინური სისტემისა, რომელიც დომინირებს საბჭოთა კავშირში მომდევნო 30 წელს. და ყველა ეს ელემენტი იწყება კავკასიაში 1920-21 წლებში. ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. მაგრამ ორჯონიკიძის ისტორია არ დასრულდება მისი გადაყენებით კავკასიიდან. ის გაგრძელდება კიდევ 15 წლის განმავლობაში, სანამ ორჯონიკიძე გარდაიცვლება 1927 წელს. ოფიციალურად ის გარდაიცვლება გულის შეტევისგან. მაგრამ არსებობს ვერსიები, რომ ის მოკლეს სტალინის ბრძანებით, რადგან ის იწყებდა წინააღმდეგობას დიდი ტერორის ზოგიერთ ასპექტს. ეს ვერსიები არასოდეს დადასტურდა, მაგრამ ისინი ასახავენ იმ ფაქტს, რომ ორჯონიკიძე, ადამიანი, რომელიც შექმნა რეპრესიების სისტემას, საბოლოოდ თავად გახდა ამ სისტემის მსხვერპლი. ეს არის ირონია, რომელიც ახასიათებს მთელ საბჭოთა ისტორიას. ადამიანები, რომლებიც ქმნიან ტერორის სისტემებს, ხშირად თავად ხდებიან ამ სისტემების მსხვერპლები. დღეს, როდესაც ჩვენ ვუყურებთ უკან ორჯონიკიძის ეპოქას კავკასიაში, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიას, არამედ მთელი სისტემის ისტორიას. სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა შიშს, კონტროლს, რეპრესიებს. სისტემა, რომელიც არღვევდა კანონებს, იგნორირებას უკეთებდა ცენტრალურ ხელისუფლებას, ქმნიდა ყალბმტკიცებულებებს. სისტემა, რომელიც განადგურებდა ათასობით უდანაშაულო ადამიანის ცხოვრებას. და ეს სისტემა არ იყო უნიკალური კავკასიისთვის. ის იყო მოდელი, რომელიც მოგვიანებით გამოყენებულ იქნა მთელ საბჭოთა კავშირში. ორჯონიკიძე იყო არა მხოლოდ სერი კარდინალი კავკასიისა. ის იყო ერთ-ერთი არქიტექტორი საბჭოთა ტერორის სისტემისა, რომელიც განსაზღვრავდა ქვეყნის ისტორიას მომდევნო დეკადების განმავლობაში. რა შეიძლება ვისწავლოთ ამ ისტორიიდან? პირველი, რომ ძალაუფლება კონტროლის გარეშე ყოველთვის იწვევს ბოროტებას. ორჯონიკიძეს ჰქონდა ძალაუფლება, მაგრამ არ ჰქონდა რეალური კონტროლი მოსკოვიდან. და ეს ნაკლებობა კონტროლისა საშუალებას აძლევდა მას განეხორციელებინა რეპრესიები მასშტაბით, რომელიც სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. მეორე, რომ პირადი ლოიალობა შეიძლება იყოს საშიში. როდესაც ის ჩაანაცვლებს ინსტიტუციურ კონტროლს. ორჯონიკიძის ლოიალობა სტალინის მიმართ იცავდა მას დასჯისგან, მაშინაც კი, როდესაც მისი მოქმედებები იყო აშკარად დაუშვებელი. მესამე, რომ სისტემები, რომლებიც იქმნება ერთ რეგიონში, შეიძლება გავრცელდეს მთელ ქვეყანაზე. ის, რაც დაიწყო როგორც ექსპერიმენტი კავკასიაში, გახდა სტანდარტული პრაქტიკა მთელ საბჭოთა კავშირში. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომ ისტორია არ უნდა დაივიწყოს. ათასობით ადამიანი, რომლებიც დაპატიმრდნენ და შინდნენ, განადგურდნენ ორჯონიკიძის ბრძანებით, იმსახურებენ, რომ მათი ისტორიები მოთხრობილ იქნას. მათი ტანჯვა არ უნდა იყოს უაზრო. მათი მსხვერპლი უნდა გახდეს გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის, გაფრთხილება იმის შესახებ, რაც ხდება, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირდება ერთი ადამიანის ხელში, როდესაც კონტროლი ქრება. როდესაც შიში ხდება მმართველობის ინსტრუმენტი. ორჯონიკიძის ეპოქა კავკასიაში იყო ბნელი თავი რეგიონის ისტორიაში. მაგრამ ეს არის თავი, რომელიც უნდა გახსოვდეს, რათა არასოდეს განმეორდეს. 3 აგვისტოს 1922 წელი. ბაქოს არქივებში, სადაც ინახებოდა ორჯონიკიძის პერიოდის დოკუმენტები, იწყება უცნაური პროცესი. სპეციალური ჯგუფი ჩეკისტებისა, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან მოსკოვს, იწყებს დოკუმენტების გადახედვას. მათი მიზანია გაირკვეს, რამდენი დოკუმენტი არსებობს, რომელიც შეიძლება გახდეს პრობლემატური მომავალში. ეს დოკუმენტები შეიცავს ორჯონიკიძის პირად ბრძანებებს, აკითხვების ოქმებს, აღიარებებს, კორესპონდენციას მოსკოვთან. ჯგუფის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ მენჟინსკი, ძერჟინსკის მოადგილე, პირადად ზედამხედველობს ამ პროცესს. ის იცის, რომ ეს დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ ორჯონიკიძის, არამედ სტალინის რეპუტაცია.
რადგან ბევრი ამ დოკუმენტიდან აჩვენებს, რომ სტალინი იცოდა და უჭერდა მხარს ორჯონიკიძის მოქმედებებს. აგვისტოს 30, 1922 წელი. მენჟინსკი აგზავნის საიდუმლო ანგარიშს მოსკოვში. ანგარიში ამბობს, ბაქოს არქივებში არსებობს დაახლოებით 2000 დოკუმენტი, რომლებიც დაკავშირებულია ორჯონიკიძის პერიოდთან. ამ დოკუმენტებიდან დაახლოებით 500 შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს პრობლემატური. მათ შორის არის ორჯონიკიძის პირადი ბრძანებები და პატიმრებების შესახებ მოსკოვის სანქციის გარეშე აკითხვების ოქმები, რომლებიც აჩვენებს ძალადობის გამოყენებას, კორესპონდენცია სტალინთან, რომელიც აჩვენებს მის მხარდაჭერას ორჯონიკიძის მოქმედებებზე. მენჟინსკი რეკომენდაციას უწევს, ეს დოკუმენტები უნდა გადაიტანოს მოსკოვში და შეინახოს სპეციალურ არქივში, სადაც მათზე წვდომა იქნება შეზღუდული. ეს რეკომენდაცია მიიღება სექტემბრის დასაწყისში. 500 დოკუმენტი გადაიტანება მოსკოვში და ქრება სპეციალურ არქივში, სადაც ისინი დარჩება დახურული 7 წლის განმავლობაში. მაგრამ რატომ იყო ეს დოკუმენტები ასეთი მნიშვნელოვანი? რადგან ისინი შეიცავდნენ არა მხოლოდ ფაქტებს და პატიმრებების შესახებ, არამედ ასევე დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი იყო ორჯონიკიძის პირადი ინსტრუქცია თავის ჩეკისტებისთვის, დათარიღებული ივლისის 15, 1921 წელი. ინსტრუქცია ამბობდა, აკითხვების დროს გამოიყენეთ ყველა საჭირო საშუალება აღიარების მისაღებად. თუ პატიმარი უარს ამბობს თანამშრომლობაზე, გამოიყენეთ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა ოჯახის წევრების და პატიმრებით, იზოლაცია, ძილის აკრძალვა. თუ ეს არ მუშაობს, გამოიყენეთ ფიზიკური მეთოდები, მაგრამ ისე, რომ არ დარჩეს ხილული კვალი. ყველა აღიარება უნდა იყოს დეტალური და შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებს. თუ პატიმარს არ აქვს ეს ფაქტები, დაეხმარეთ მას მათ შექმნაში. ეს იყო პირდაპირი ინსტრუქცია ყალბი აღიარებების შესაქმნელად. და ეს იყო დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა გამხდარიყო საჯარო. სექტემბრის 1, 1922 წელი. თბილისში ახალი ხელმძღვანელობა აწყდება პრობლემას, რომელსაც ისინი არ მოელოდნენ. ადგილობრივი ჩეკისტები, რომლებიც მუშაობდნენ ორჯონიკიძესთან, უარს ამბობენ თანამშრომლობაზე ახალ ხელმძღვანელობასთან. ისინი ამბობენ, ჩვენ ვიყავით ლოიალური ორჯონიკიძის მიმართ. ის იყო ჩვენი ხელმძღვანელი. ახლა როდესაც ის წავიდა, ჩვენ არ ვიცით ვის უნდა ვენდოთ. კავტარაძე ცდილობს დაარწმუნოს მათ, რომ ახალი ხელმძღვანელობა არის ისეთივე ეფექტური როგორც ძველი, მაგრამ უფრო ლეგალური. მაგრამ ჩეკისტები არ ენდობიან. ზოგიერთი მათგანი ითხოვს გადაყვანას მოსკოვში. ზოგიერთი უბრალოდ ტოვებს სამსახურს. ეს არის პრობლემა, რადგან ეს ჩეკისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ყველა ინფორმაცია ადგილობრივი სიტუაციის შესახებ. მათ გარეშე ახალი ხელმძღვანელობა არის ნაწილობრივ ბრმა. სექტემბრის 30, 1922 წელი. მოსკოვში სტალინი იღებს ანგარიშს კავკასიის სიტუაციის შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ ახალი ხელმძღვანელობა აწყდება სირთულეებს, რომ ადგილობრივი ჩეკისტები არ თანამშრომლობენ, რომ სიტუაცია არის არასტაბილური. სტალინი კითხულობს ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას. ის უგზავნის პირად წერილს კავტარაძეს, ბატონო კავტარაძე, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ორჯონიკიძის ადამიანები არიან ლოიალური არა მის მიმართ პირადად, არამედ იმ სისტემის მიმართ, რომელიც მან შექმნა. თუ თქვენ გინდათ მათი თანამშრომლობა, თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ არ აპირებთ ამ სისტემის განადგურებას, არამედ მხოლოდ მის რეფორმირებას. გამოიყენეთ ისინი, მაგრამ აკონტროლეთ ისინი. ეს იყო სტალინის რჩევა, არა განადგურება ძველი სისტემისა, არამედ მისი ადაპტაცია ახალ პირობებში. ოქტომბრის 1, 1922 წელი. კავტარაძე მიჰყვება სტალინის რჩევას. ის იწყებს მუშაობას ძველ ჩეკისტებთან, არა მათ წინააღმდეგ. ის აჩვენებს მათ, რომ ახალი ხელმძღვანელობა არ აპირებს მათ დასჯას იმისთვის, რაც ისინი აკეთებდნენ ორჯონიკიძის დროს. ის აჩვენებს მათ, რომ ისინი შეძლებენ გაგრძელებას თავიანთი კარიერის ახალ სისტემაში. ნელ-ნელა ჩეკისტები იწყებენ თანამშრომლობას. ისინი იძლევიან ინფორმაციას, ისინი აგრძელებენ თავიანთ მუშაობას. მაგრამ ისინი ასევე ინარჩუნებენ თავიანთ ძველ მეთოდებს. რადგან ეს მეთოდები მუშაობდა. და კავტარაძე, რომელიც უნდა ყოფილიყო რეფორმატორი, ნელ-ნელა ხდება კონტინუატორი ორჯონიკიძის სისტემისა. ეს არის ტრაგედია ამ სიტუაციისა, სისტემა, რომელიც შეიქმნა ერთი ადამიანის მიერ, აღმოჩნდება ძალიან ძლიერი, რომ განადგურდეს მისი წასვლის შემდეგ. ოქტომბრის 30, 1922 წელი.
პარიზში. ემიგრანტული გაზეთები აგრძელებენ პუბლიკაციებს კავკასიის მოვლენების შესახებ. მაგრამ ახლა ტონი იცვლება. თუ ადრე სტატიები იყო ფოკუსირებული ორჯონიკიძეზე პირადად, ახლა ისინი საუბრობენ მთელ სისტემაზე. ერთ-ერთი ასეთი სტატია გამოქვეყნებული გაზეთ დროებაში ამბობს, ორჯონიკიძის გადაყენება არის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება. რეალური სისტემა, რომელიც ის შექმნა, ჯერ კიდევ არსებობს. ჩეკა ჯერ კიდევ აკონტროლებს კავკასიას. რეპრესიები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა უფრო ფრთხილად. ახალი ხელმძღვანელობა არის მხოლოდ ახალი სახე იმავე ძველი სისტემისა. ეს სტატია არის სუსტი. მაგრამ ის ასევე არის უძლური. რადგან დასავლეთი, რომელიც ადრე აპროტესტებდა საბჭოთა რეპრესიებს კავკასიაში, ახლა უკვე დაკარგა ინტერესი ამ თემაზე. სხვა მოვლენები, ეკონომიკური კრიზისი ევროპაში, პოლიტიკური ცვლილებები გერმანიაში, იკავებს ყურადღებას. ნოემბრის 10, 1922 წელი. ბაქოში ბოლო ჯგუფი პოლიტიკური პატიმრებისა, რომლებიც არ გათავისუფლდნენ და არ მიიღეს სასამართლო, ელოდება თავიანთ ბედს. ეს არის 30 ადამიანი, ყველა მათგანი ყოფილი მენშევიკები ან დაშნაკები, ყველა მათგანი დაბრალებული ჯაშუშობაში ან კონტრრევოლუციურ საქმიანობაში. მათზე არ არის საკმარისი მტკიცებულება სასამართლოსთვის, მაგრამ ასევე არ არის გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ. ისინი არიან ლიმბოში, არც პატიმრები, არც თავისუფალი. ნოემბრის 30, 1922 წელს მოსკოვი იღებს გადაწყვეტილებას. ეს 30 ადამიანი უნდა გადაიყვანოს სპეციალურ ბანაკში ციმბირში, სადაც ისინი გაატარებენ განუსაზღვრელვადას ადმინისტრაციულ მეთვალყურეობაში. ეს არის ახალი კატეგორია, არა პატიმრობა, არა თავისუფლება, არამედ რაღაც შუალედური. ეს არის დასაწყისი სისტემისა, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი როგორც გულაგი. დეკემბრის 10, 1922 წელი. ეს 30 ადამიანი გადაიყვანება ციმბირში. მათი მგზავრობა გრძელდება 3 კვირას, მატარებლით, შემდეგ ფეხით, შემდეგ კიდევ მატარებლით. ისინი ჩამოდიან პატარა დასახლებაში ციმბირის ჩრდილოეთით, სადაც მათ ელოდებათ ბარაკები და იძულებითი შრომა ტყის ჭრაში. ოფიციალურად ისინი არ არიან პატიმრები. ისინი არიან სპეციალური დასახლების მაცხოვრებლები. მაგრამ რეალურად მათი მდგომარეობა არ განსხვავდება პატიმრებისგან. ისინი არ შეძლებენ დატოვონ დასახლება, ისინი უნდა მუშაობდნენ ყოველ დღე, ისინი ცხოვრობენ მკაცრ კონტროლში. ზოგიერთი მათგანი გადარჩება და გათავისუფლდება 1930-იან წლებში. ზოგიერთი კვდება ციმბირში. ყველა მათგანი რჩება როგორც მსხვერპლის სისტემისა, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის მიერ და გაგრძელდა მისი წასვლის შემდეგ. დეკემბრის 30, 1922 წელი. მოსკოვში ლენინი, რომელიც უკვე სერიოზულად ავადაა, იღებს ბოლო ანგარიშს კავკასიის საქმეების შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ სიტუაცია რეგიონში სტაბილურია, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი ან გათავისუფლდა, ან მიიღო სასამართლო, ან გადაიყვანა სპეციალურ დასახლებებში. ლენინი კითხულობს ანგარიშს და ხვდება, რომ ეს არის ტექნიკურად სწორი, მაგრამ არსებითად ცრუ. რადგან სპეციალური დასახლებები არის მხოლოდ ახალი სახელი იმავე ძველი რეპრესიებისა. მაგრამ ლენინი უკვე ძალიან სუსტია, რომ ებრძოლოს ამას. ის წერს თავის ბოლო ჩანაწერს კავკასიის შესახებ. ჩვენ ვერ შევძელით შეგვეცვალა სისტემა, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის მიერ. ჩვენ მხოლოდ შევცვალეთ მისი ფორმა. ეს არის ჩემი უდიდესი წარუმატებლობა. ეს ჩანაწერი დარჩება ლენინის პირად არქივში და გახდება საჯარო მხოლოდ 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა არქივები გაიხსნება. იანვრის 10, 1923 წელი. კავკასიაში ცხოვრება გრძელდება ახალ ნორმალურობაში. ადამიანები ადაპტირდებიან ახალ სისტემას, რომელიც არის ძალიან მსგავსი ძველისა. ისინი სწავლობენ, როგორ იცხოვრონ შიშში, როგორ თავიდან აიცილონ ყურადღება, როგორ არ ილაპარაკონ პოლიტიკაზე. ეს არის უნარი, რომელიც გახდება აუცილებელი მომდევნო დეკადების განმავლობაში. რადგან სისტემა, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის მიერ, არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება. ის გახდება მოდელი მთელი საბჭოთა კავშირისთვის. და ადამიანები, რომლებიც ისწავლეს, როგორ გადარჩენა ამ სისტემაში კავკასიაში, გადასცემენ ამ უნარებს თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს. თებერვლის 10, 1923 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე, რომელიც ახლა მუშაობს მძიმე ინდუსტრიაში, იღებს ვიზიტს სტალინისგან. სტალინი ამბობს მას, გრიგოლ, მე ვიცი, რომ შენ გაბრაზებული ხარ იმის გამო, რაც მოხდა კავკასიაში.
მაგრამ შენ უნდა გაიგო, რომ ეს იყო აუცილებელი. ლენინი იყო ძალიან ძლიერი. და მე ვერ შევძლებდი შენი დაცვა მთლიანად. მაგრამ ახლა ვითარება იცვლება. ლენინი ავადაა. მალე მე ვიქნები ძალაუფლებაში. და მაშინ შენ დაბრუნდები რეალურ ძალაუფლებაში. ორჯონიკიძე უსმენს და ხვდება, რომ სტალინი ამბობს სიმართლეს. ის იცის, რომ მისი დრო კვლავ მოვა. ის იცის, რომ მისი მეთოდები, რომლებიც დროებით დისკრედიტირებულია, მალე კვლავ გახდება აქტუალური. და ის მართალია. მომდევნო წლებში, როდესაც სტალინი კონსოლიდირებს ძალაუფლებას, ორჯონიკიძის მეთოდები გახდება სტანდარტული პრაქტიკა მთელ საბჭოთა კავშირში. მარტის 10, 1923 წელი. კავკასიაში ახალი თაობა ჩეკისტებისა იწყებს მუშაობას. ეს არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც არ იცნობდნენ ორჯონიკიძეს პირადად, მაგრამ ისწავლეს მის მეთოდებს. ისინი ასწავლიან, როგორ შეაგროვონ ინფორმაცია, როგორ გამოიყენონ შანტაჟი, როგორ ჩაატარონ აკითხვები, როგორ მიიღონ აღიარებები. ყველა ეს მეთოდი მოდის ორჯონიკიძის ეპოქიდან. ყველა ეს მეთოდი გადაეცა ძველი ჩეკისტებიდან ახალს. ეს არის ტრადიცია, რომელიც გაგრძელდება დეკადების განმავლობაში. და ყოველი ახალი თაობა ჩეკისტებისა და ამატებს რაღაცას ამ ტრადიციას, გახდის მას უფრო დახვეწილს, უფრო ეფექტურს, უფრო საშიშს. აპრილის 10, 1923 წელი. პარიზში ნოე ჟორდანია იღებს წერილს ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკური პატიმრისგან, რომელიც გათავისუფლდა და შეძლო გაქცევა ევროპაში. წერილი აღწერს პირობებს ბაქოს საპყრობილეში, აკითხვების მეთოდებს, იძულებითი აღიარებების სისტემას. ჟორდანია კითხულობს წერილს და გრძნობს ღრმა სევდას. ის ხვდება, რომ ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, დემოკრატია, კანონიერება, ადამიანის უფლებები დამარცხდა კავკასიაში. ის ხვდება, რომ მისი თაობის ოცნება დამოუკიდებელი. დემოკრატიული საქართველოს შესახებ განადგურდა. ის წერს თავის დღიურში, ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლა. ჩვენ დავკარგეთ მორალური ბრძოლა. რადგან სისტემა, რომელიც გაიმარჯვა, არის სისტემა, რომელიც ეფუძნება შიშს, ძალადობას, ტყუილს. და ეს სისტემა ახლა აკონტროლებს ჩვენს სამშობლოს. მაისის 10, 1923 წელი. მოსკოვში ლენინი განიცდის კიდევ ერთ ინსულტს, რომელიც თითქმის მთლიანად ამშლის მას. ის კარგავს უნარს ლაპარაკისა და წერისა. ის ხდება პრაქტიკულად იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან. სტალინი იყენებს ამ მომენტს, რომ გააძლიეროს თავისი კონტროლი პარტიაზე. ის იწყებს ნელ, მაგრამ სისტემატურ პროცესს თავისი ოპონენტების მოშორებისა და თავისი მომხრეების დანიშვნისა ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე. ორჯონიკიძე არის ერთ-ერთი ამ მომხრეებისა. სტალინი იცის, რომ ორჯონიკიძე არის ლოიალური, ეფექტური, უშიშარი. ის იცის, რომ ორჯონიკიძე გააკეთებს იმას, რაც საჭიროა. მიუხედავად მორალური ან იურიდიული შედეგებისა. ეს არის ზუსტად ის ტიპის ადამიანი, რომელიც სჭირდება სტალინს მომავალი ბრძოლებისთვის. ივნისის 10, 1923 წელი. კავკასიაში პირველი ნიშნები ჩნდება იმისა, რომ ახალი ტალღა რეპრესიებისა შეიძლება დაიწყოს. ადგილობრივი ჩეკა იწყებს ახალ ოპერაციას ყოფილი ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ მენშევიკები, დაშნაკები, მუსავათისტები, მაგრამ ახლა ცხოვრობენ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. ოპერაციის მიზანია შექმნას დოსიეები ამ ადამიანებზე, შეაგროვოს ინფორმაცია მათი საქმიანობის, კავშირების, შეხედულებების შესახებ. ეს არის პროფილაქტიკური ოპერაცია, არა დაპატიმრება, არამედ მომზადება შესაძლო მომავალი დაპატიმრებებისთვის. ეს არის ნიშანი, რომ სისტემა, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის მიერ, არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ ვითარდება, ხდება უფრო დახვეწილი, უფრო ყოვლისმომცველი. ივლისის 10, 1923 წელი. ციმბირში. სპეციალურ დასახლებაში, სადაც გადაიყვანეს ბოლო ჯგუფი პოლიტიკური პატიმრებისა კავკასიიდან, ხდება პირველი სიკვდილი. ერთ-ერთი დასახლებული 50 წლის ყოფილი მენშევიკი, კვდება ტუბერკულოზისგან. ის იყო დაპატიმრებული 1921 წელს ორჯონიკიძის ბრძანებით, გაატარა 1 წელი ბაქოს საპყრობილეში, შემდეგ გადაიყვანა ციმბირში. ის არასოდეს მიიღო სასამართლო, არასოდეს ნასამართლევია, არასოდეს ოფიციალურად დაბრალებულა. ის უბრალოდ იყო სპეციალური დასახლების მაცხოვრებელი. მისი სიკვდილი რეგისტრირდება როგორც ბუნებრივი მიზეზებით. მისი ოჯახი, რომელიც რჩება თბილისში, შეიტყობს მის სიკვდილზე 3 თვის შემდეგ, ტელეგრამით.
ისინი ვერ ჩაატარებენ დაკრძალვას, რადგან სხეული დარჩება ციმბირში, სადაც ის დაკრძალულია საერთო საფლავში სხვა დასახლებულებთან ერთად. აგვისტოს 10, 1923 წელი. მოსკოვში სტალინი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის მთელ სიტუაციას საბჭოთა კავშირში. ის იწყებს კამპანიას ტროცკისტების წინააღმდეგ, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ტროცკის, სტალინის მთავარი რივალის. ეს კამპანია არის პირველი დიდი პოლიტიკური რეპრესია საბჭოთა კავშირში, რომელიც მიმართულია არა გარე ოპონენტების, არამედ შიდა პარტიული ოპონენტების წინააღმდეგ. და ამ კამპანიაში გამოყენებულია ყველა ის მეთოდი, რომელიც შეიმუშავა ორჯონიკიძემ კავკასიაში: მასობრივი დაპატიმრებები, იძულებითი აღიარებები, ხალბი მტკიცებულებები, შანტაჟი, შიში. ორჯონიკიძის ეპოქა კავკასიაში იყო არა მხოლოდ ლოკალური ეპიზოდი, არამედ გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც მოხდება მთელ საბჭოთა კავშირში მომდევნო წლებში. სექტემბრის 10, 1923 წელი. კავკასიაში ადამიანები, რომლებმაც გადარჩეს ორჯონიკიძის ეპოქა, უყურებენ ახალ მოვლენებს მოსკოვში და ხვდებიან, რომ ის, რაც მოხდა მათთან, ახლა ხდება მთელ ქვეყანაში. ისინი გრძნობენ შერეულ ემოციებს, ერთი მხრივ სევდას, რომ მათი ტანჯვა არ იყო უნიკალური, რომ ახლა მილიონები ადამიანები განიცდიან იმავეს. მეორე მხრივ, უცნაურ კმაყოფილებას, რომ ახლა მთელი ქვეყანა ხვდება, რას ნიშნავდა ცხოვრება ორჯონიკიძის სისტემაში. მესამე მხრივ შიშს, რომ თუ ეს სისტემა ვრცელდება მთელ ქვეყანაზე, მაშინ არავინ არ იქნება უსაფრთხო არსად. სექტემბრის 20, 1923 წელი. პარიზში ემიგრანტული გაზეთები აქვეყნებენ ანალიზს ახალი რეპრესიების შესახებ საბჭოთა კავშირში. ერთ-ერთი ასეთი ანალიზი, დაწერილი ჟორდანიას მიერ, ამბობს, ის რაც ხდება ახლა მოსკოვში არის ზუსტად ის, რაც მოხდა კავკასიაში 1921 წელს. იგივე მეთოდები, იგივე სისტემა, იგივე ლოგიკა. განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია. ორჯონიკიძე იყო პილოტი, რომელმაც ატესტა ეს სისტემა პატარა რეგიონში. სტალინი არის ის, ვინც ახლა იყენებს ამ სისტემას მთელ ქვეყანაში. ჩვენ, ვინც გადავრჩით კავკასიის რეპრესიებს, ვიცით რა ელოდება საბჭოთა ხალხს. და ეს არის საშინელი პერსპექტივა. ეს ანალიზი არის პროფეტული. მომდევნო წლებში სტალინის რეპრესიები მოკლავს მილიონებს ადამიანებს. და ყველა ეს რეპრესია გამოიყენებს მეთოდებს, რომლებიც პირველად ატესტა ორჯონიკიძემ კავკასიაში. ოქტომბრის 10, 1923 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე, რომელიც ახლა უკვე არის სახალხო კომისრის მოადგილე მძიმე ინდუსტრიაში, იღებს ახალ დავალებას სტალინისგან. სტალინი ეუბნება მას: გრიგოლ, მე მჭირდება შენი გამოცდილება. მე ვიწყებ დიდ კამპანიას ჩვენი ოპონენტების წინააღმდეგ. მე მჭირდება ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ ჩაატარონ ასეთი კამპანიები ეფექტურად. შენ გაქვს ეს გამოცდილება კავკასიიდან. მე მინდა, რომ შენ დამეხმარო ამ კამპანიის ორგანიზებაში. ორჯონიკიძე თანახმდება. ის იცის, რომ ეს არის მისი შანსი დაბრუნდეს რეალურ ძალაუფლებაში. ის იცის, რომ თუ ის დაეხმარება სტალინს ამ კამპანიაში, სტალინი არ დაივიწყებს მას. და ის მართალია. მომდევნო წლებში ორჯონიკიძე გახდება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა იერარქიაში, პირდაპირ სტალინის შემდეგ. ნოემბრის 10, 1923 წელი. კავკასიაში ახალი ხელმძღვანელობა იღებს ინსტრუქციას მოსკოვიდან, მოემზადეთ ახალი ტალღა რეპრესიებისთვის. სამიზნე, ყველა ყოფილი მენშევიკი, დაშნაკი, მუსავათისტი, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ რეგიონში. ოპერაცია უნდა დაიწყოს 1924 წლის დასაწყისში. ეს ინსტრუქცია არის ნიშანი, რომ ორჯონიკიძის სისტემა არა მხოლოდ გაგრძელდა, არამედ აპირებს გაფართოებას. ახალი ტალღა რეპრესიებისა კავკასიაში იქნება კიდევ უფრო მასშტაბური ვიდრე პირველი. და ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი. რადგან მომდევნო წლებში რეპრესიები გახდება პერმანენტული მდგომარეობა საბჭოთა კავშირში. და ყველა ეს რეპრესია იქნება მემკვიდრე იმ სისტემისა, რომელიც შექმნა ორჯონიკიძემ კავკასიაში 1921 წელს. დეკემბრის 10, 1923 წელი. ციმბირში სპეციალურ დასახლებაში დასახლებულები ემზადებიან ზამთრისთვის, პირველი ზამთარი მათი ახალ ცხოვრებაში. ისინი იციან, რომ ზამთარი ციმბირში არის სასტიკი, რომ ბევრი მათგანი შეიძლება არ გადარჩეს. მაგრამ ისინი ასევე იციან, რომ მათ არ აქვთ არჩევანი. ისინი არიან პატიმრების სისტემისა, რომელიც არ აძლევს მათ არანაირ შანსს გაქცევისა ან წინააღმდეგობისა.
ისინი შეძლებენ მხოლოდ გადარჩენას დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე. ზოგიერთი მათგანი გადარჩება. ზოგიერთი არა. მაგრამ ყველა მათგანი დარჩება როგორც მსხვერპლის სისტემისა, რომელიც დაიწყო ორჯონიკიძის ბრძანებით კავკასიაში და გაგრძელდა მთელ საბჭოთა კავშირში. დეკემბრის 30, 1923 წელი. მოსკოვში წლის ბოლო დღეებში. სტალინი იკრიბება თავის უახლოეს თანამშრომლებთან, მათ შორის ორჯონიკიძესთან. ისინი განიხილავენ გეგმებს მომავალი წლისთვის. სტალინი ამბობს, 1924 წელი იქნება გადამწყვეტი წელი. ჩვენ დავიწყებთ დიდ კამპანიას ჩვენი ოპონენტების წინააღმდეგ. ჩვენ გავწმინდავთ პარტიას ყველა არასანდო ელემენტისგან. ჩვენ შევქმნით ახალ საბჭოთა კავშირს, ძლიერს, ერთიანს, ლოიალურს. ორჯონიკიძე უსმენს და ხვდება, რომ ის, რაც ისაკეთებდა კავკასიაში, ახლა გახდება მოდელი მთელი ქვეყნისთვის. ის გრძნობს ამაყობას, მისი მეთოდები აღიარებულია, მისი გამოცდილება დაფასებულია. მაგრამ ის ასევე გრძნობს რაღაც უცნაურს, შფოთვას, ეჭვს, შიშს. რადგან ის იცის, რომ სისტემა, რომელიც ის შექმნა, არის სისტემა, რომელიც ჭამს თავის შვილებს. და ის, ორჯონიკიძე, შეიძლება ერთ დღეს გახდეს ამ სისტემის მსხვერპლი. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. ჯერჯერობით ის ჯერ კიდევ არის ძლიერი, ჯერ კიდევ არის სტალინის ნდობილი ადამიანი. ჯერ კიდევ არის სერი კარდინალი ახლა არა კავკასიისა, არამედ მთელი საბჭოთა კავშირისა. იანვრის 10, 1924 წელი. ლენინი გარდაიცვლება. მისი სიკვდილი ხსნის გზას სტალინისთვის, რომ საბოლოოდ კონსოლიდირდეს ძალაუფლება. პოლიტბიურო აცხადებს ლენინის სახელმწიფო დაკრძალვას, მაგრამ კულისებს მიღმა იწყება სწრაფი და სასტიკი ბრძოლა მემკვიდრეობისთვის. სტალინი იყენებს ყველა კავშირს, ყველა მეთოდს, ყველა ადამიანს, რომელიც მას აქვს. ორჯონიკიძე არის ერთ-ერთი ამ ადამიანებისა. სტალინი უგზავნის მას საიდუმლო შეტყობინებას, გრიგოლ, ახლა დაიწყება რეალური ბრძოლა. მე მჭირდება შენი სრული მხარდაჭერა. ყველაფერი, რაც შენი სწავლე კავკასიაში, ახლა გამოგვადგება. ორჯონიკიძე პასუხობს, იოსებ, შენ იცი, რომ შენ შეგიძლია დაეყრდნო ჩემზე. მე ვიქნები შენთან ბოლომდე. ეს არის დაპირება, რომელსაც ორჯონიკიძე შეასრულებს, თითქმის ბოლომდე. თებერვლის 10, 1924 წელი. კავკასიაში იწყება ახალი ტალღა რეპრესიებისა. ამჯერად სამიზნე არიან არა მხოლოდ ყოფილი პოლიტიკური ოპონენტები, არამედ ასევე სოციალურად უცხო ელემენტები, ყოფილი ვაჭრები, მღვდლები, მიწის მესაკუთრეები, ინტელექტუალები. ოპერაცია ტარდება ერთდროულად სამივე რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. 2 კვირის განმავლობაში დაპატიმრდება 430 ადამიანი. ყველა მათგანი დაბრალებულია კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ან ბურჟუაზიულ ნაციონალიზმში. ყველა მათგანი გადაიყვანება ციმბირის ბანაკებში. ეს არის ახალი ფაზა რეპრესიებისა, აღარ არის საჭირო კონკრეტული ბრალდებები, აღარ არის საჭირო მტკიცებულებები. საკმარისია უბრალოდ კატეგორია, სოციალურად უცხო ელემენტი. ეს არის სისტემა, რომელიც გახდება სტანდარტული მომდევნო წლებში. მარტის 10, 1924 წელი. მოსკოვში სტალინი იწყებს კამპანიას ტროცკის წინააღმდეგ. ტროცკი, რომელიც იყო ლენინის უახლოესი თანამშრომელი და რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, ახლა გამოცხადდება როგორც ხალხის მტერი. მისი მომხრეები პარტიაში იწყებენ დაპატიმრებას. ორჯონიკიძე პირადად ხელმძღვანელობს ზოგიერთ ამ ოპერაციას. ის იყენებს ყველა იმ მეთოდს, რომელიც მან შეიმუშავა კავკასიაში, ინფორმაციის შეგროვება, შანტაჟი, იძულებითი აღიარებები. მაგრამ ახლა მას აქვს უფრო დიდი რესურსები, უფრო დიდი ძალაუფლება, უფრო დიდი მასშტაბი. ის აღარ არის მხოლოდ რეგიონული ლიდერი. ის არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სტალინის ძალაუფლების კონსოლიდაციაში. აპრილის 10, 1924 წელი. კავკასიაში ადამიანები, რომლებმაც გადარჩეს პირველი ტალღა რეპრესიებისა, ცხოვრობენ მუდმივ შიშში. ისინი იციან, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ახალი დაპატიმრებები. ისინი სწავლობენ, როგორ იყვნენ უხილავები, როგორ არ გამოირჩეოდნენ, როგორ არ ილაპარაკონ ხმამაღლა. როგორ არ ჰქონდეთ არასწორი მეგობრები ან ნათესავები. ეს არის უნარი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. ბავშვები სწავლობენ მშობლებისგან როგორ გადარჩნენ ამ სისტემაში. ისინი სწავლობენ არა როგორ იბრძოლონ, არამედ როგორ გადარჩნენ.
ეს არის ტრაგედია, რომელიც განსაზღვრავს მთელ თაობას, თაობა, რომელიც ცხოვრობს არა იმედით, არამედ შიშით. მაისის 10, 1924 წელი. პარიზში ჯორდანია იღებს ინფორმაციას ახალი რეპრესიების შესახებ კავკასიაში. ის წერს სტატიას ემიგრანტულ გაზეთში, ის რაც ხდება ახლა კავკასიაში არის გაგრძელება იმისა, რაც დაიწყო 1921 წელს. მაგრამ ახლა ეს არის უფრო სისტემატური, უფრო ორგანიზებული, უფრო სასტიკი. ორჯონიკიძის ეპოქა იყო ექსპერიმენტი. სტალინის ეპოქა არის სრული რეალიზაცია ამ ექსპერიმენტისა. და ჩვენ, ვინც ვიცით რა იყო ორჯონიკიძის ეპოქა, ვიცით რა ელოდება საბჭოთა ხალხს. ეს არის ბნელი მომავალი, რომელშიც არავინ არ იქნება უსაფრთხო. ეს სტატია კითხულობს რამდენიმე ათასი ადამიანი ევროპაში. მაგრამ ის ვერ ცვლის არაფერს საბჭოთა კავშირში. რადგან საბჭოთა კავშირი ახლა არის დახურული სისტემა, სადაც გარე ინფორმაცია არ შედის, სადაც ადამიანები იციან მხოლოდ ის, რასაც მთავრობა უთხრა მათ. ივნისის 10, 1924 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ახალ დანიშვნას. ის ხდება სახალხო კომისარი მძიმე ინდუსტრიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია საბჭოთა იერარქიაში. ეს არის აღიარება მისი ლოიალობისა და ეფექტურობისა. სტალინი პირადად ულოცავს მას, გრიგოლ, შენ დამსახურებული ხარ ამ პოზიციისა. შენ აჩვენე, რომ შენ იცი როგორ გააკეთო რთული საქმეები. ახლა მე მჭირდება, რომ შენ გააკეთო კიდევ უფრო რთული საქმე, აშენო საბჭოთა ინდუსტრია. ეს იქნება შენი უდიდესი წვლილი რევოლუციაში. ორჯონიკიძე იღებს ამ დავალებას სერიოზულად. მომდევნო წლებში ის ხელმძღვანელობს ინდუსტრიალიზაციას, მასშტაბურ პროგრამას, რომელიც გარდაქმნის საბჭოთა კავშირს აგრარული ქვეყნიდან ინდუსტრიულ ძალად. მაგრამ ეს ინდუსტრიალიზაცია მოდის ფასად მილიონების ადამიანებისა, რომლებიც იძულებულები არიან მუშაობაზე ბანაკებში, ქარხნებში, მაღაროებში. ივლისის 10, 1924 წელი. კავკასიაში ახალი ხელმძღვანელობა იღებს ინსტრუქციას მოსკოვიდან, ყველა ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გათავისუფლდა 1922 წელს, უნდა დარეგისტრირდეს ადგილობრივ ჩეკაში. ისინი უნდა აცნობონ თავიანთი მისამართის სამუშაო კონტაქტები. ისინი უნდა ცხოვრობდნენ მუდმივ მეთვალყურეობაში. ეს ინსტრუქცია ნიშნავს, რომ თუნდაც ისინი, ვინც გათავისუფლდა, არასოდეს იქნებიან მართლაც თავისუფალი. ისინი ყოველთვის იქნებიან ყოფილი პოლიტიკური პატიმრები, ყოველთვის იქნებიან ეჭქვეშ, ყოველთვის იქნებიან პოტენციური სამიზნე ახალი რეპრესიებისთვის. ეს არის სისტემა, რომელიც არასოდეს ივიწყებს, არასოდეს პატიობს. არასოდეს აძლევს მეორე შანსს. აგვისტოს 10, 1924 წელი. ციმბირში სპეციალურ დასახლებებში, სადაც ცხოვრობენ პოლიტიკური პატიმრები კავკასიიდან, ხდება კიდევ რამდენიმე სიკვდილი. ზამთარი იყო სასტიკი, ბევრი ადამიანი დაავადდა, ზოგიერთი მათგანი ვერ გადარჩა. მათი სიკვდილები რეგისტრირდება როგორც ბუნებრივი მიზეზებით. მათი ოჯახები იღებენ ტელეგრამებს, გეცნობებით, რომ თქვენი ნათესავი გარდაიცვალა. სხეული დაკრძალულია ადგილობრივ საფლავში. არანაირი დეტალი, არანაირი ახსნა, არანაირი შესაძლებლობა დაკრძალვის ჩასატარებლად. ეს არის სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ისჯის ცოცხლებს, არამედ ასევე უბულებელყოფს მკვდრებს. სექტემბრის 10, 1924 წელი. მოსკოვში სტალინი იწყებს კამპანიას ინდუსტრიალიზაციისთვის. ეს არის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ რესურსებს, ფინანსურ, მატერიალურ, ადამიანურ. ორჯონიკიძე როგორც სახალხო კომისარი მძიმე ინდუსტრიაში. პასუხისმგებელია ამ პროგრამის განხორციელებაზე. ის იცის, რომ ეს იქნება უზარმაზარი გამოწვევა. ის ასევე იცის, რომ ამისთვის მას დასჭირდება იმავე მეთოდების გამოყენება, რომლებიც მან გამოიყენა კავკასიაში, იძულება, შიში, რეპრესიები. მაგრამ ახლა ეს მეთოდები გამოყენებული იქნება არა პოლიტიკური ოპონენტების, არამედ მთელი საზოგადოების წინააღმდეგ. ინდუსტრიალიზაცია მოითხოვს, რომ მილიონები ადამიანები მუშაობდნენ ექსტრემალურ პირობებში, მინიმალური ანაზღაურებით, მაქსიმალური ინტენსივობით. და ვინც უარს იტყვის ან ვერ შეძლებს, გახდება საბოტაჟორი და დაისჯება. ოქტომბრის 10, 1924 წელი. კავკასიაში იწყება კამპანია კულაკების წინააღმდეგ, მდიდარი გლეხები, რომლებსაც აქვთ საკუთარი მიწა და აქირავებენ მუშებს. ეს კამპანია არის ნაწილი უფრო დიდი პროგრამისა, კოლექტივიზაცია, რომელიც მოითხოვს ყველა გლეხის გაერთიანებას კოლექტიურ ფერმებში.
კულაკები გამოცხადდებიან როგორც ხალხის მტრები და ექვემდებარებიან დეკულაკიზაციას, მათი ქონების ჩამორთმევას და გადასახლებას ციმბირში. კავკასიაში, სადაც სოფლის მეურნეობა არის ძირითადი ეკონომიკა, ეს კამპანია იწვევს კატასტროფულ შედეგებს. ათასობით ოჯახი კარგავს ყველაფერს და იძულებულია გადასახლდეს. ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას უწევს და ისჯება კიდევ უფრო მკაცრად, დაპატიმრებით ან სიკვდილით. ნოემბრის 10, 1924 წელი. პარიზში ჟორდანია იღებს ინფორმაციას დეკულაკიზაციის შესახებ კავკასიაში. ის წერს, ახლა რეპრესიები აღარ არის მიმართული მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ახლა ისინი მიმართულია მთელი სოციალური კლასების წინააღმდეგ. ეს არის ახალი ფაზა სტალინური ტერორისა, ტერორი, რომელიც არ ირჩევს ინდივიდუალურ მსხვერპლებს, არამედ ანადგურებს მთელ კატეგორიებს ადამიანებისა. და ყველა ეს იწყება იმ მეთოდებით, რომლებიც შეიმუშავა ორჯონიკიძემ კავკასიაში 1921 წელს. ჟორდანია მართალია. ორჯონიკიძის მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ კონკრეტული რეპრესიები კავკასიაში, არამედ მთელი სისტემა, რომელიც ახლა გამოიყენება მთელ საბჭოთა კავშირში. დეკემბრის 10, 1924 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ანგარიშს ინდუსტრიალიზაციის პროგრესის შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ პროგრამა მიდის გეგმის მიხედვით, მაგრამ არის პრობლემები, არასაკმარისი მუშახელი, დაბალი პროდუქტიულობა, ხშირი ავარიები. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას, ის იწყებს კამპანიას საბოტაჟორების წინააღმდეგ, ინჟინრები, ტექნიკოსები, მენეჯერები, რომლებიც ბრალდებულები არიან იმაში, რომ ისინი განზრახ-აფერხებენ ინდუსტრიალიზაციას. ეს კამპანია არის კლასიკური ორჯონიკიძის მეთოდი, როდესაც რეალური პრობლემები არსებობს, იპოვე ვინმე, ვინც დაბრალდება, დააშინეს ხვები, გააგრძელე პროგრამა. მომდევნო წლებში ათასობით ინჟინერი და ტექნიკოსი დაპატიმრდება როგორც საბოტაჟორები. ზოგიერთი მათგანი მართლაც აკეთებდა შეცდომებს. ზოგიერთი უბრალოდ იყო არასაკმარისად ეფექტური. მაგრამ ყველა მათგანი დაისჯება ერთნაირად პატიმრობით ბანაკებში, სადაც ისინი იძულებულები იქნებიან გააგრძელონ მუშაობა ინდუსტრიალიზაციაზე, მაგრამ უკვე როგორც პატიმრები. იანვრის 10, 1925 წელი. კავკასიაში ადამიანები, რომლებიც გადარჩეს ყველა ამ ტალღას რეპრესიებისა, ცხოვრობენ ახალ რეალობაში. ეს არის რეალობა, სადაც შიში არის ნორმა, სადაც ნდობა არ არსებობს, სადაც ყველა შეიძლება იყოს ინფორმატორი. ოჯახის წევრები ეჩვობენ ერთმანეთს. მეგობრები თავს არიდებენ პოლიტიკურ საუბრებს. ბავშვები სწავლობენ სკოლაში არა როგორ იფიქრონ, არამედ როგორ გაიმეორონ ოფიციალური პროპაგანდა. ეს არის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს არა იმედით, არამედ გადარჩენის ინსტინქტით. და ეს საზოგადოება არის პირდაპირი შედეგი იმ სისტემისა, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის მიერ და გაფართოვდა სტალინის მიერ. თებერვლის 10, 1925 წელი. პარიზში ჟორდანია, რომელიც ახლა უკვე 90 წლისაა, წერს თავის მემუარებს. ის აღწერს ყველაფერს, რაც მოხდა საქართველოში 1921 წელს ორჯონიკიძის მოსვლას, რეპრესიებს, თავის გაქცევას. ის წერს, ორჯონიკიძე იყო არა მხოლოდ ადამიანი, რომელმაც განახორციელა რეპრესიები. ის იყო არქიტექტორი სისტემისა, რომელიც ახლა აკონტროლებს მთელ საბჭოთა კავშირს. ის იყო ადამიანი, რომელმაც აჩვენა, რომ შესაძლებელია მმართველობა შიშის საფუძველზე, რომ შესაძლებელია კონტროლი ძალადობის საფუძველზე, რომ შესაძლებელია ძალაუფლება ტყუილის საფუძველზე. და ყველა ეს ელემენტი ახლა არის ნაწილი სტალინური სისტემისა. ეს მემუარები გამოქვეყნდება 1927 წელს. რამდენიმე თვის შემდეგ ჟორდანიას გარდაცვალებისა. ისინი წაიკითხება რამდენიმე ათასი ადამიანის მიერ ევროპაში. მაგრამ საბჭოთა კავშირში ისინი დარჩება აკრძალული 7 წლის განმავლობაში. მარტის 10, 1925 წელი. მოსკოვში სტალინი საბოლოოდ კონსოლიდირებს ძალაუფლებას. ტროცკი გადასახლებულია ალმა-ატაში, შემდეგ გაძევებულია საბჭოთა კავშირიდან. სტალინის სხვა ოპონენტები, კამენევი, სინოვიევი, კარგავენ თავიანთ პოზიციებს. სტალინი ხდება უდავო ლიდერი. და ორჯონიკიძე არის ერთ-ერთი მისი უახლოესი თანამშრომელი. ორჯონიკიძე ახლა არის არა მხოლოდ სახალხო კომისარი მძიმე ინდუსტრიაში, არამედ ასევე პოლიტბიუროს წევრი, ერთ-ერთი 10 ადამიანისა, რომლებიც მართავენ საბჭოთა კავშირს. ის მიაღწია თავის პიკს. მაგრამ ის ასევე იწყებს ხედვას იმისა, რაც ხდება სისტემასთან, რომელიც ის დაეხმარა შექმნაში. ის ხედავს, რომ რეპრესიები აღარ არის მიმართული მხოლოდ რეალური ოპონენტების წინააღმდეგ.
ისინი ხდება თვითმიზანი. ხდება გზა კონტროლისა, ხდება ინსტრუმენტი შიშის შესანარჩუნებლად. აპრილის 10, 1925 წელი. კავკასიაში იწყება კიდევ ერთი კამპანია, ამჯერად ბურჟუაზიული ნაციონალისტების წინააღმდეგ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები არიან იმაში, რომ ისინი ცდილობენ გამოყოფას კავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან. უმეტესობა მათგანი არის ინტელექტუალები, მწერლები, პოეტები, ისტორიკოსები, რომლებიც უბრალოდ წერდნენ თავიანთი ხალხების ისტორიასა და კულტურაზე. მაგრამ ახლა ეს ითვლება ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად. ასობით ადამიანი დაპატიმრდება. ზოგიერთი მათგანი მიიღებს სასამართლოს და ნასამართლევდება. ზოგიერთი უბრალოდ გაქრება. ეს არის კიდევ ერთი ტალღა რეპრესიებისა, რომელიც ანადგურებს კავკასიის ინტელექტუალურ ელიტას. მაისის 10, 1925 წელი. ციმბირში სპეციალურ დასახლებებსა და ბანაკებში, სადაც ცხოვრობენ პატიმრები კავკასიიდან. პირობები ხდება კიდევ უფრო მძიმე. ახალი ტალღა პატიმრების ჩამოსვლა ნიშნავს, რომ რესურსები, საკვები, ტანსაცმელი, საცხოვრებელი ხდება კიდევ უფრო შეზღუდული. ადამიანები კვდებიან შიმშილისგან, სიცივისგან და ავადებებისგან. მათი სიკვდილები რეგისტრირდება, მაგრამ არავინ არ აინტერესებს. ისინი არიან მხოლოდ ნომრების სტატისტიკაში. მათი ოჯახები, რომლებიც რჩებიან კავკასიაში, ხშირად არ იციან არიან თუ არა მათი ახლობლები ჯერ კიდევ ცოცხალი. ისინი აგზავნიან წერილებს, მაგრამ პასუხები არ მოდის. ისინი ცდილობენ გაიგონ რაიმე, მაგრამ ყველა კარი დახურულია. ეს არის სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ისჯის პატიმრებს, არამედ ასევე აწამებს მათ ოჯახებს. ივნისის 10, 1925 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ანგარიშს ინდუსტრიალიზაციის პროგრესის შესახებ. ანგარიში ამბობს, რომ პროგრამა მიდის წინ, მაგრამ ფასი არის მაღალი, ათასობით ადამიანი კვდება სამუშაო ავარიებში. ათასობით პატიმარი იყენებენ იძულებით შრომაში. ორჯონიკიძე კითხულობს ანგარიშს და პირველად გრძნობს რაღაც უცნაურს, არა ამაყობას, არამედ დისკომფორტს. ის იწყებს კითხვას თავისთვის, ღირს თუ არა ეს ყველაფერი? ღირს თუ არა ინდუსტრიალიზაცია ამდენი ადამიანური სიცოცხლის ფასად? მაგრამ ის სწრაფად ჩაახშობს ამ კითხვებს. ის იცის, რომ ეჭვი არის სისუსტე. ის იცის, რომ სტალინის სისტემაში არ არის ადგილი ეჭვისთვის. ის იცის, რომ ის უნდა გააგრძელოს მიუხედავად ყველაფრისა. ივლისის 10, 1925 წელი. კავკასიაში ახალი თაობა ადამიანებისა იზრდება, თაობა, რომელიც არ იცნობს სხვა რეალობას გარდა საბჭოთა სისტემისა. ისინი სწავლობენ სკოლებში, სადაც მათ ასწავლიან, რომ სტალინი არის დიდი ლიდერი, რომ საბჭოთა კავშირი არის ყველაზე კარგი ქვეყანა მსოფლიოში, რომ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება სისტემას, არის ხალხის მტერი. ისინი არ იციან, რა მოხდა მათ მშობლებთან, მათ ბაბუა-ბებიასთან. ისინი არ იციან, რა იყო ორჯონიკიძის ეპოქა. ისინი იციან მხოლოდ ის, რასაც მთავრობა უთხრა მათ. ეს არის თაობა, რომელიც გაიზარდა პროპაგანდაში, რომელიც ვერ ხედავს რეალობას, რომელიც ვერ ფიქრობს კრიტიკულად. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შედეგი ორჯონიკიძის სისტემისა, არა მხოლოდ ფიზიკური რეპრესიები, არამედ ინტელექტუალური და მორალური დეგრადაცია მთელი საზოგადოებისა. აგვისტოს 10, 1925 წელი. მოსკოვში სტალინი იწყებს მომზადებას ახალი კამპანიისთვის, კამპანია ძველი ბოლშევიკების წინააღმდეგ, ადამიანები, რომლებიც იყვნენ რევოლუციაში სტალინის თანასწორები ან უფროსები. ეს იქნება ყველაზე სასტიკი კამპანია, დიდი ტერორი, რომელიც მოკლავს ასობით ათას ადამიანს. ორჯონიკიძე, რომელიც ახლა უკვე ხედავს, სადამდე მიდის ეს სისტემა, იწყებს ეჭვს. ის ხედავს, რომ რეპრესიები აღარ არის მიმართული რეალური ოპონენტების წინააღმდეგ. ისინი ხდება გზა, რომლითაც სტალინი ანადგურებს ყველას. ვინც შეიძლება იყოს პოტენციური რივალი? ორჯონიკიძე ხვდება, რომ ის თავად შეიძლება ერთ დღეს გახდეს სამიზნე. მაგრამ ის ასევე იცის, რომ ძალიან გვიანაა უკან დასახევად. ის უკვე ძალიან ღრმად არის ჩართული ამ სისტემაში. ის არის ერთ-ერთი მისი შემქმნელი. და ახლა ის არის მისი პატიმარი. ეს იყო ორჯონიკიძის ტრაგედია, ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა, რომელიც საბოლოოდ მოიხმარს მას თავად. მაგრამ ეს ტრაგედია მოვა მოგვიანებით, 1927 წელს. ჯერჯერობით 1925 წელს ორჯონიკიძე ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში, ჯერ კიდევ არის სტალინის ნდობილი ადამიანი, ჯერ კიდევ არის ერთ-ერთი არქიტექტორი საბჭოთა სისტემისა. მაგრამ მისი მემკვიდრეობა უკვე დაწერილია, მემკვიდრეობა რეპრესიებისა, შიშისა, ძალადობისა.
მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო კავკასიაში 1921 წელს და გავრცელდა მთელ საბჭოთა კავშირზე. მემკვიდრეობა, რომელიც იმოქმედა მილიონების ადამიანების ცხოვრებაზე და განსაზღვრა მთელი ეპოქა საბჭოთა ისტორიაში. სექტემბრის 10, 1925 წელი. კავკასიაში, არქივებში, სადაც ინახება დოკუმენტები ორჯონიკიძის ეპოქის შესახებ, იწყება უცნაური პროცესი. სპეციალური ჯგუფი მოსკოვიდან ჩამოდის და იწყებს დოკუმენტების შერჩევით გადახედვას. მათი მიზანია იდენტიფიცირება იმ დოკუმენტებისა, რომლებიც შეიძლება გახდეს პრობლემატური მომავალში. ეს დოკუმენტები შეიცავს არა მხოლოდ ორჯონიკიძის ბრძანებებს, არამედ ასევე კორესპონდენციას სტალინთან, რომელიც აჩვენებს მათ თანამშრომლობას რეპრესიებში. ჯგუფის ხელმძღვანელი, გენრიხ იაგოდა, ახალი ჩეკას ხელმძღვანელი, პირადად ზედამხედველობს ამ პროცესს. ის იცის, რომ ეს დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება დააზიანოს არა მხოლოდ ორჯონიკიძის, არამედ თავად სტალინის იმიჯი. რადგან ისინი აჩვენებენ, რომ სტალინი არა მხოლოდ იცოდა, არამედ აქტიურად უჭერდა მხარს ყველა იმ რეპრესიას, რომელიც ლენინი ცდილობდა შეეჩერებინა. სექტემბრის 30, 1925 წელი. იაგოდა აგზავნის საიდუმლო ანგარიშს სტალინს. ანგარიში ამბობს, კავკასიის არქივებში არსებობს დაახლოებით 300 დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს თქვენს კორესპონდენციას ორჯონიკიძესთან 1921-22 წლებში. ამ დოკუმენტებიდან დაახლოებით 130 აჩვენებს თქვენს პირდაპირ მხარდაჭერას ორჯონიკიძის მოქმედებებზე, რომლებიც ლენინი აკრიტიკებდა. რეკომენდაცია: ეს დოკუმენტები უნდა გადაიტანოს მოსკოვში და შეინახოს სპეციალურ არქივში, სადაც მათზე წვდომა იქნება შეზღუდული მხოლოდ თქვენი პირადი ნებართვით. სტალინი კითხულობს ანგარიშს და ეთანხმება. ოქტომბრის დასაწყისში 130 დოკუმენტი გადაიტანება მოსკოვში და ქრება სპეციალურ არქივში, სადაც ისინი დარჩება დახურული 7 წლის განმავლობაში. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა დამალვისა იმ ისტორიისა, რომელიც დაიწყო კავკასიაში 1921 წელს. ოქტომბრის 10, 1925 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ვიზიტს ძველი მეგობრისგან კავკასიიდან, ადამიანი, რომელიც მუშაობდა მასთან 1921 წელს. მეგობარი ეუბნება მას: გრიგოლ, კავკასიაში ადამიანები ჯერ კიდევ გახსოვთ. ზოგიერთი გახსოვს შიშით, ზოგიერთი სიძულვილით. მაგრამ ყველა გახსოვს. შენი სახელი არის სინონიმი იმ ეპოქისა, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. ორჯონიკიძე უსმენს და პირველად ხმამაღლა ამბობს რაღაცას, რაც ის ფიქრობდა წლების განმავლობაში. მე ვაკეთებდი იმას, რაც აუცილებელი იყო. ჩვენ ვიყავით რევოლუციონერები. ჩვენ ვაშენებდით ახალ სამყაროს. ახალი სამყარო არ შეიძლება აშენდეს ძველი მეთოდებით. ჩვენ უნდა გვეყენებინა ძალა, შიში, რეპრესიები. სხვაგვარად, ჩვენ დავკარგავდით ყველაფერს. მეგობარი პასუხობს, მაგრამ რა ფასად? გრიგოლ, რამდენი ადამიანის ფასად? ორჯონიკიძე ჩუმდება. ის არ იცის პასუხი ამ კითხვაზე. ან შეიძლება ის იცის, მაგრამ არ სურს მისი თქმა. ნოემბრის 10, 1925 წელი. კავკასიაში ახალი თაობა ჩეკისტებისა, რომლებიც ისწავლეს ორჯონიკიძის მეთოდებს, ახლა თავად ხდებიან მასწავლებლები. ისინი ასწავლიან კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობას, რომელიც დაიბადა რევოლუციის შემდეგ და არ იცნობს სხვა სისტემას. ეს ახალი თაობა სწავლობს არა მხოლოდ ტექნიკურ უნარებს, როგორ ჩაატარონ აკითხვები, როგორ შეაგროვონ ინფორმაცია, არამედ ასევე იდეოლოგიას. მათ ასწავლიან, რომ რეპრესიები არის აუცილებელი, რომ შიში არის ლეგიტიმური ინსტრუმენტი, რომ ინდივიდუალური ადამიანის უფლებები არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის იდეოლოგია, რომელიც დაიწყო ორჯონიკიძის ეპოქაში და ახლა ხდება ოფიციალური დოქტრინა. ეს არის იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს საბჭოთა სისტემას მომდევნო დეკადების განმავლობაში. დეკემბრის 10, 1925 წელი. ციმბირში სპეციალურ დასახლებებსა და ბანაკებში პატიმრები კავკასიიდან ემზადებიან კიდევ ერთ ზამთარს. ბევრი მათგანი უკვე გაატარა 4 ან 5 წელი პატიმრობაში. ზოგიერთი მათგანი დაკარგა იმედი, რომ ოდესმე გათავისუფლდება. ზოგიერთი მათგანი დაკარგა კავშირი თავიანთ ოჯახებთან. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ცდილობს გადარჩენას დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე. ისინი არ იციან, რომ მათი ტანჯვა არის ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც ახლა ვრცელდება მთელ საბჭოთა კავშირზე. ისინი არ იციან, რომ მათი ისტორია არის მხოლოდ პირველი თავი უფრო გრძელ და უფრო ტრაგიკულ ისტორიაში.
ისინი იციან მხოლოდ თავიანთი პირადი ტანჯვა, თავიანთი პირადი შიში, თავიანთი პირადი იმედი, რომ ერთ დღეს შეიძლება ისინი დაბრუნდებიან სახლში. იანვრის 10, 1926 წელი. მოსკოვში. სტალინი იწყებს მომზადებას დიდი ტერორისთვის კამპანია, რომელიც მოკლავს ასობით ათას ადამიანს მომდევნო 2 წლის განმავლობაში. ორჯონიკიძე, რომელიც ახლა უკვე ხედავს სადამდე მიდის ეს სისტემა, იწყებს ფრთხილად გამოხატვას თავისი ეჭვებისა. ის ამბობს სტალინს: იოსებ, ჩვენ უკვე ჩავატარეთ ბევრი რეპრესია. შეიძლება დროა შევაჩეროთ. შეიძლება დროა მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა ნორმალურად იცხოვრონ. სტალინი პასუხობს: გრიგოლ, შენ ხდები რბილი. ეს არის საშიში. ჩვენ ვერ შევაჩერებთ ახლა. ჩვენ გვაქვს ბევრი მტერი, შიგნით და გარეთ. ჩვენ უნდა გავწმინდოთ ქვეყანა ყველა მათგან. ორჯონიკიძე ხვდება, რომ სტალინი არ აპირებს შეჩერებას. ის ასევე ხვდება, რომ თუ ის გააგრძელებს წინააღმდეგობას, ის თავად შეიძლება გახდეს სამიზნე. თებერვლის 10, 1926 წელი. კავკასიაში ადამიანები იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვში იწყება ახალი ტალღა რეპრესიებისა. ისინი იციან, რომ ეს ნიშნავს, რომ მალე ეს ტალღა მოვა კავკასიაშიც. ისინი იწყებენ მომზადებას, ზოგიერთი ცდილობს დამალვას, ზოგიერთი ცდილობს გაქცევას, ზოგიერთი უბრალოდ ელოდება. ეს არის ცხოვრება მუდმივ შიში, რომელიც დაიწყო ორჯონიკიძის ეპოქაში და ახლა გახდა ნორმა. ეს არის ცხოვრება, სადაც არავინ არ არის უსაფრთხოს, სადაც ყველას შეიძლება მოხდეს ყველაფერი, სადაც ერთადერთი გადარჩენის სტრატეგია არის უხილაობა. მარტის 10, 1926 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ინფორმაციას, რომ სტალინი გეგმავს რეპრესიებს ინდუსტრიის სექტორში, რომელსაც ორჯონიკიძე ხელმძღვანელობს. სტალინი აპირებს დაბრალებას ათასობით ინჟინერს და მენეჯერს საბოტაჟში და ჯაშუშობაში. ორჯონიკიძე ხვდება, რომ ეს იქნება კატასტროფა ინდუსტრიალიზაციისთვის, თუ ყველა გამოცდილი სპეციალისტი დაპატიმრდება, ვინ გააგრძელებს მუშაობას. ის ცდილობს დაარწმუნოს სტალინი, რომ ეს არის შეცდომა. მაგრამ სტალინი არ უსმენს. ის ამბობს: გრიგოლ, შენ ხდები ძალიან რბილი. შენ იცავ საბოტაჟორებს. ეს არის საეჭვო. ეს არის გაფრთხილება. ორჯონიკიძე ხვდება, რომ ის თავად ხდება ეჭვქვეშ. აპრილის 10, 1926 წელი. კავკასიაში იწყება ახალი ტალღა რეპრესიებისა, ამჯერად მიმართული ადგილობრივი პარტიული ფუნქციონერების წინააღმდეგ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ორჯონიკიძესთან 1921 წელს, რომლებიც ახორციელებდნენ მის ბრძანებებს. ახლა ისინი თავად ხდებიან სამიზნე. ისინი ბრალდებულები არიან იმაში, რომ ისინი გადაჭარბებულად ახორციელებდნენ რეპრესიებს, რომ ისინი დაარღვიეს სოციალისტური კანონიერება. ეს არის კლასიკური მეთოდი, როდესაც სისტემა ცდილობს გაწმენდას თავისი წარსულისგან, ის ისჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებდნენ მის ბრძანებებს. ორჯონიკიძის ძველი თანამშრომლები იწყებენ დაპატიმრებას. ზოგიერთი მათგანი ცდილობს თავდაცვას. ამბობს, რომ ისინი მხოლოდ ასრულებდნენ ბრძანებებს. მაგრამ ეს არ ეხმარება მათ. ისინი ნასამართლევდებიან და გადაიყვანებიან ბანაკებში. მაისის 10, 1926 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე ხვდება, რომ მისი დრო იწურება. ის ხედავს, რომ სტალინი ნელ-ნელა მოშორებს ყველა ძველ ბოლშევიკს, ყველა ადამიანს, რომელიც იყო რევოლუციაში. ის ხედავს, რომ მალე მოვა მისი რიგიც. ის ცდილობს ბრძოლას, ის წერს წერილებს სტალინს, ის საუბრობს პოლიტბიუროს ხდომებზე, ის ცდილობს დაარწმუნოს სხვა ლიდერები, რომ რეპრესიები უნდა შეჩერდეს. მაგრამ არავინ არ უსმენს მას. ყველა ეშინია. ყველა იცის, რომ წინააღმდეგობა სტალინის მიმართ ნიშნავს სიკვდილს. ორჯონიკიძე რჩება მარტო თავის ეჭვებთან, მარტო თავის შიშთან, მარტო თავის გაცნობიერებასთან, რომ სისტემა, რომელიც ის დაეხმარა შექმნაში, ახლა აპირებს მის განადგურებას. ივნისის 10, 1926 წელი. კავკასიაში ადამიანები, რომლებმაც გადარჩეს ყველა ამ წლის რეპრესიებს, ცხოვრობენ ახალ რეალობაში, რეალობა, სადაც არავინ არ არის უსაფრთხო, სადაც ყველა შეიძლება იყოს მომდევნო მსხვერპლი. ისინი სწავლობენ, როგორ იცხოვრონ ამ რეალობაში, როგორ არ ილაპარაკონ, როგორ არ გამოირჩეოდნენ, როგორ გადარჩნენ. ეს არის უნარი, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს არის მემკვიდრეობა ორჯონიკიძის ეპოქისა, მემკვიდრეობა შიშისა, რომელიც ხდება ნაწილი კოლექტიური მეხსიერებისა, ნაწილი კულტურისა, ნაწილი იდენტობისა.
ივლისის 1926 წელი. მოსკოვში ორჯონიკიძე იღებს ბოლო გადაწყვეტილებას. ის ხვდება, რომ ის ვერ შეძლებს შეჩერებას იმისა, რაც ხდება. ის ხვდება, რომ ის ვერ შეძლებს გადარჩენას იმ სისტემაში, რომელიც ის თავად დაეხმარა შექმნაში. ის ხვდება, რომ მისი ერთადერთი არჩევანი არის, როგორ დასრულდება მისი ისტორია. ის არ აპირებს ელოდოს, სანამ სტალინი დააპატიმრებს მას, სანამ ის იძულებული იქნება აღიაროს ყალბი ბრალდებები, სანამ ის გახდება კიდევ ერთი მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც ის შექმნა. ის იღებს გადაწყვეტილებას დაასრულოს თავისი ცხოვრება თავისი ნებით. თებერვლის 18 1927 წელს გრიგოლ ორჯონიკიძე გარდაიცვლება თავის კაბინეტში მოსკოვში. ოფიციალურად ეს არის გულის შეტევა. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ბოლო აქტი წინააღმდეგობისა იმ სისტემის მიმართ, რომელიც ის თავად დაეხმარა შექმნაში. ორჯონიკიძის სიკვდილი არის სიმბოლური დასასრული ერთი ეპოქისა, ეპოქა, რომელიც დაიწყო კავკასიაში 1921 წელს. მაგრამ მისი მემკვიდრეობა გაგრძელდება. სისტემა, რომელიც ის შექმნა, სისტემა რეპრესიებისა, შიშისა, კონტროლისა, გაგრძელდება კიდევ 2 ათეული წლის განმავლობაში. მილიონები ადამიანები დაისჯებიან ამ სისტემაში. ათასობით ოჯახი განადგურდება. მთელი თაობები გაიზრდებიან შიშში. და ყველა ეს იქნება ნაწილი იმ მემკვიდრეობისა, რომელიც დაიწყო ერთი ადამიანის მიერ, ერთ რეგიონში, ერთ კონკრეტულ მომენტში, გრიგოლ ორჯონიკიძის მიერ. კავკასიაში 1921 წელს. დღეს, როდესაც ჩვენ უკან ვიხედებით ამ ისტორიაზე, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორიას, არამედ მთელი სისტემის ისტორიას. სისტემა, რომელიც აჩვენა, რომ ძალაუფლება კონტროლის გარეშე ყოველთვის იწვევს ბოროტებას. სისტემა, რომელიც აჩვენა, რომ პირადი ლოიალობა შეიძლება იყოს საშიში, როდესაც ის ჩაანაცვლებს ინსტიტუციურ კონტროლს. სისტემა, რომელიც აჩვენა, რომ რეპრესიები, რომლებიც იწყება როგორც აუცილებელი ზომები, ხშირად ხდება თვითმიზანი და ანადგურებს არა მხოლოდ ოპონენტებს, არამედ მთელ საზოგადოებას. ორჯონიკიძის ისტორია არის გაფრთხილება იმის შესახებ, რაც ხდება, როდესაც ერთი ადამიანი იღებს ძალიან დიდ ძალაუფლებას, როდესაც მეთოდები ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მიზნები, როდესაც შიში ხდება მმართველობის ინსტრუმენტი. ეს არის ისტორია, რომელიც არ უნდა დაივიწყოს, რადგან დავიწყება ნიშნავს რისკს, რომ ის განმეორდება. ათასობით ადამიანი, რომლებიც დაისჯნენ ორჯონიკიძის ბრძანებით, იმსახურებენ, რომ მათი ისტორიები მოთხრობილი იქნას, რომ მათი ტანჯვა არ იყოს უაზრო, რომ მათი მსხვერპლი გახდეს გაკვეთილი მომავალი თაობებისთვის. კავკასია, რომელიც განიცადა ორჯონიკიძის ეპოქა, არასოდეს სრულად განიკურნება ამ ტრაუმისგან. ნაციბურები, რომლებიც დარჩა, ჯერ კიდევ გრძნობს თავს დღესაც, ნაციბურები უნდობლობისა, შიშისა, ტრაუმული მეხსიერებისა. მაგრამ ეს ნაციბურები ასევე არის ნაწილი იდენტობისა, იდენტობა ხალხისა, რომელმაც გადარჩა ერთ-ერთი ყველაზე ბნელი პერიოდი თავის ისტორიაში. და ეს გადარჩენა არის თავისთავად მემკვიდრეობა სიძლიერისა, გამძლეობისა, იმედისა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება, რომ ისტორია არ დასრულებულა, რომ მომავალი შეიძლება იყოს განსხვავებული წარსულისგან.